მოგესალმებით მეგობრებო, ბრუნდება ეთთოქის ახალი ეპიზოდი. დღეს ცოტა განსხვავებული ეპიზოდი გვაქვს, იმიტომ რომ გადავწყვიტე რომ გავუკეთებინა ეპიზოდი და გვესაუბრა უფრო პროფესიების მიმართულებით და დღეს სტუმრად ყავს ძალიან საინტერესო ადამიანები. თამარ თვარაძე, Fire Production-ის დამფუძნებელი, ესე რომ ვთქვათ, და აკა იორკი, AG Production-ის დამფუძნებელი. დღეს ვსაუბრობთ პროდიუსერებზე და ზოგადად პროფესია პროდიუსინგზე და ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ სანამ ამას გამოვაცხადებდი, იმდენი ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება და ამის წარგან გავუკეთებინა, ძალიან ბევრი ჩაშლა არსებობს და ძალიან ბევრი კიდე ქვე მიმართულება და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ძალიან ბევრ საინტერესო თემას შევეხები და საჭიროთოს და მოგესალმებით მეგობრებო და როგორ ხართ? კარგად, თავად? მეც კარგად ვარ, ბატონო. შვედივრად. იცი რა არის, ადრე მახსოვს, როდესაც ინდუსტრია იყო ჩვენთან სტუმრად, როდესაც შევეხეთ აი უშუალოდ production-ის თემას, იმდენი ბევრი საკითხი წამოვიდა ბუნებრივად, რომ ფიზიკურად იმ ეპიზოდში არ გამოდიოდა, მოკლედ ბევრი ამაზე რომ გვესაუბრა და ვიფიქრე, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ჩვენი მაყურებლისთვისაც, რომელიც გვიყურებს და ადამიანები, რომელსაც სურთ ამ ინდუსტრიაში შემოსვლა და უფრო ღრმად გაიგონ რა პოზიცია რას მოიცავს, ასე რომ ვთქვათ. ვიფიქრე, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა production-ზე და ზოგადად პროდიუსერებზე გვესაუბრა და ვინ თუ არა თქვენ ამდენწლიანი გამოცდილებებით, მოკლედ ძალიან მიხარია, რომ მოხვედით ჩვენთან და მინდა პირველი კითხვა ალბათ უშუალოდ თქვენ კომპანიებს დავუთმო და რომ მოგვიყვეთ რა მოწყობა არის შიგნით რა ხდება, რამდენი ადამიანი ვინ ხართ საერთოდ და ასე შემდეგ. დავიწყებ. თავისთავად. მოკლედ თამარ თვარაძე ვარ, პროდიუსერი, ესე ვიტყვი ალბათ მთელი ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ეხა უკვე კომპანიის დამფუძნებელი ვარ და აღმასრულებელი პროდიუსერი, მაინც ყველაზე კომფორტულ ადგილად, სადაც ვარ, მიმაჩნია გადასაღები მოედანი და ამიტომ მოდი აქ დავრჩები სულ. ჩვენ კომპანიაზე უცბად გეტყვით, რომ უკვე 3 წელი ოპერირებს. მე 15 წელია უკვე გადასაღები მოედანზე ვდგევარ და რაღაცა უკვე ჩემმა გამოცდილებამ მიმიყვანა იმ გზამდე, რომ მინდოდა გამეკეთებინა ჩემი production-ი, რომელსაც რომლის სისტემაც იქნებოდა მე როგორი სისტემითაც მინდოდა სულ მემუშავა გადასაღებ მოედანზე მოსამზადებელ პერიოდშიც და post production-შიც. შეიძლება რაცა ისეთი სიტყვები ვიხმარო, რომელიც არ იყოს ქართული და ჩვენ აქ ძირითადად ამიტომ ბოდიშს ვიხდი წინასწარ. ესეთი სისტემა რაღაცა ის ჩვენ არ მოგვიგონია, არც მე, არც რაღაცა ერთ-ერთ კონკრეტულ ადამიანს, რაცა უფრო ევროპულ სისტემაზე მუშაობთ ჩვენ გეოგრაფიულ წერტილში, საქართველოში, რომლებიც რაღაცა შედგება პროდიუსერებისგან, აი რაღაც სულ ზემოდან რომ დავიწყო, მაგალითად აღმასრულებელი პროდიუსერი, რომელიც CEO არის ხოლმე უმეტეს შემთხვევაში, კომპანიის დირექტორი, ასე ვთქვათ, შემდეგ მოდის პროდიუსერთა თიმი ან production დეპარტამენტი. ზოგადად გადასაღებ მოედანი პროდიუსერები რო გამოვაკლოთ, საერთოდ ძალიან ბევრი დეპარტამენტისგან შედგება და ძალიან საინტერესოა ეგ პროფესიებიც. იმაზე უფრო საინტერესო, ვიდრე პროდიუსერები არიან, მე რომ მკითხე, იმიტომ რომ პროდიუსერები მაინც გადასაღებ მოედანზე სად არიან, ხო, სადღაც კარავთან, მაგიდასთან, სკამთან და შეიძლება რაცა ცოტა უფრო მოწყენილია, იმიტომ რომ ხო, და აი სულ მოწყენილი ხარ, რომ ნერვიულობ, რომ აი რატო რაღაცა არ გამოგდის ისე, როგორც გინდა გამოგივიდეს, ან რეჟისორს არ გამოსდის, როგორც უნდა, ეს არის ეგ ტკივილი რა. და მაგ ტკივილის გარეშე ალბათ რა ვიცი ხა, მე არ მქონია ეგეთი პროექტი, როცა აი ვერ ვასწრებთ მზის პოზიცია შეიცვალა, ის შეიცვალა და სულ არიან დასტრესილი ადამიანები, ეს ჩვენი საყვარელი პროდიუსერები და მე რომ მკითხო ხოლმე სულ არ რომ აი ჩემი საოცნებო დეპარტამენტი არის სულ სამხატვრო დეპარტამენტი, რომ აი მართლა ქმნიან იმ რაღაცას და ძალიან საინტერესო დეპარტამენტი, უფრო მეტი ბედნიერი ადამიანი არსებობს, მოკლედ, გადასაღებ მოედანზე ვიდრე პროდიუსერები არიან. ჩემს კომპანიას დამწყობაზე უცბად პატარა ის რომ გაგიზიაროთ როგორ მუშაობთ, არ ვართ ბევრი. საერთოდაც წინამდეგი ვარ ბევრი ადამიანის დასაქმების, ესე ვთქვათ, in-house, იმიტომ რომ ბევრი სხვა პასუხისმგებლობა შემოდის და აი ეს ქვეყანა და ეს სფერო არ არის ჯერ მზად ამისთვის, იმიტომ რომ არ არის ამდენი მოთხოვნა. ამიტომ ორი პროდიუსერი გვყავს და ერთი bidding პროდიუსერი.
bidding producer-ი ცოტა ახალი პროფესია არის, ну არც ისე ახალი, მაგრამ არ ყავს ბევრ კომპანიას და ჩვენ იმიტომ ყავს, რომ ჩვენ ვართ service house-ი. აი ჩვენ ვემსახურებით როგორც ლოკალურ პროექტებს, მაგალითად სააგენტო მოიტანა ჩვენთან იდეა და ვიღებთ ამ ვიდეოს, თუ რაღაც ნებისმიერ ვიდეო ნაწარმს და ასევე მუშაობთ საერთაშორისო კომპანიებთან და ვცდილობთ, რომ ბევრი ადამიანი დავაინტერესოთ საქართველოში გადაღების კუთხით. აი უფრო სერვისი, სხვა მიმართულებით, როცა სერვისი მყავს ხოლმე, აი სერვის პროექტი. მაშინ შემოდიან ძალიან ბევრი ფრილანსერები, რომლებსაც ვემუშავებით. მაგრამ უმეტესად მე მაინც ვცდილობ, რომ მყავდეს შიდა ჯგუფი, იმიტომ, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ადამიანებთან რაცა შემუშავებული ხარ, რა, კარგად მუშაობა ის სერვისი, როცა მოდის ხოლმე, ძალიან მნიშვნელოვანი არის. აი ხო გონია ყველას, რომ ჩვენზე დგას ყველაფერი, კი, ჩვენზე დგას აუცილებლად, მაგრამ პროდიუსერი მაინც არაფერი არ არის ჯგუფის გარეშე, რა, თუ კარგი ჯგუფი არ გყავს, production team-ზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. შეუძლებელი ერთმა ადამიანმა ეს საქმე თავის თავზე აიღოს და გააკეთოს რა. აი კი ძალიან მაგარია ესეთი კადრები, მეც მინდა რომ ყავდეს, რომ აი ყველაფერს ერთი ადამიანი აკეთოს, მაგრამ ეს აფუჭებს საქმეს უფრო ჩემი აზრით ვიდრე აკეთებს. მაგალითად აი გამოვყოფდი ყველაზე მნიშვნელოვან ორ დეპარტამენტს სერვისში, ეს არის ლოკაციის დეპარტამენტი და კასტინგ დეპარტამენტი, რომლებიც ყველაზე დიდ საქმეს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ხალხი, მაგალითად ნებისმიერი ქვეყნის მიდელისტის ხალხი, მაგალითად, ჩამოიყვანონ აქამდე და საქართველოს ისევ აჩვენოთ, რომ მათთვის საინტერესო გადასაღები ადგილი ეს ხალხი თქვენში ყავთ თუ აუთსორსზე მუშაობთ თუ როგორ? ჩემ შემთხვევაში ჩვენ გვყავს ეს ხალხი, რომლებიც არ არიან fire production-ის ესე, სულ fire production-ში არ მუშაობენ, ზოგადად მე ვეწინააღმდეგები აი ეს პატარა სფერო არის ძალიან და აი ადამიანი ყავდეს და უთხრა, რომ შენ მხოლოდ ჩემთან უნდა იმუშაო, ვერ დაასაქმებ ესე სულ. ამიტომ ზოგადადაც გამოცდილებების კუთხითაც, ყველაფრის კუთხითაც მე თავისუფლების მოყვარული ადამიანი გახლავართ და მათაც აქვთ ეს საშუალება, რომ სხვა პროდუქციებთან სიმუშაოს. მაგრამ როცა პრიორიტეტი დგება, fire production-ი არის მათთვის პრიორიტეტი, აი როცა ბევრი პროექტი ემთხვევა ერთმანეთს ამ შემთხვევაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ორი დეპარტამენტი და ბევრი სხვა დეპარტამენტიც, მაგრამ ამ ორს გამოვყოფდი, როცა სერვისზე ვსაუბრობ. ოკეი, აკაშანს კი რა ხდება? ჩემსკენ ხო, ну 2014 იყო რომ დაუბრუნდი და მივხვდი რომ მხოლოდ ქართული production-ის იმედად ვერ იქნებ. იმიტომ რომ ისედაც ცოტა გადამხდელ უნარიანი კომპანია, რომელიც რაღაცას გიკვეთავს და ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ. ამიტომ 2014-დან დავისახე მიზნად, რომ პარტნიორად პოლოდა ვინმე ვინც უშუალოდ საქართველოში ჩამოიტანდა სხვა ქვეყნებიდან პროექტებს ჩემთან ერთად. არსებობს ესეთი FCB-R ჯგუფი, საერთაშორისო კრეატიული სააგენტო, რომლის ფაუნდერიც არის დღეს ჩემი პარტნიორი. და ნუ ვემუშაობთ სხვადასხვა ქვეყნებს რა, ეხლა არ არის მარტო საქართველოსთან, იცი რა არ მინდოდა მეჩხუბა რა თამარასთან და სხვა პროექტებთან. შეხლა შემოხლა რა ქონოდა და ხო ეს რაღაცა ხო, ამიტომ ნუ ცოტა პროექტია, ისიც ბიუჯეტი გეიცით ყველამ როგორი და ამიტომ ვარჩიე ამ გზით წავსულიყავ. რაც შეეხება ჩემ თიმში არიან ჩემი უკვე მეგობრები, ვისაც ვენდობი, ანუ ბევრი ხალხი არ არის, ძირითადად ფრილანსია ეს ხალხი და მათ სრული თავისუფლება აქვს და შეუძლიათ სხვა პროექტებზე იმუშაო, რა თქმა უნდა. მაგრამ ხო, ვიცი რა არის, როცა ჩემი პროექტია, იმიტომ კი არა რომ რაღაც, უბრალოდ ურჩევნეთ რომ ჩემთან იმუშაოთ რა. ოკეი, გასაგებია. ანუ ეს რაღაცა ხელფასის გადახდის სტრესები, ესე არ გაქვთ ხოლმე, როგორც სააგენტოს აქ მაგალითად, რომ თავისი შტატი ყავს, რაღაც არ ვიცი, 30-100 კაციანი პირობითად და ხო, არა, იცი რა, მაგას რომ გავიქცეთ იდეაში ალბათ იმიტომ ვართ ამ ფორმატზე რა, თორე ძალიან კარგი იქნებოდა სულ რომ ყავდეს ვიღაც, იმიტომ რომ ხანდახან ხო არის არ გცალია რა და ნუ რაღაც გასაკეთებელი ასე შემდეგ, მაგ შემთხვევაში ჩვენი მეგობრები, ჩვენი თანამშრომლები, რა თქმა უნდა, იღებენ თავის თავზე რაღაცებს, მაგრამ ხო, ნუ ესე სტრესულ მდგომარეობაში არ ვართ როგორც სააგენტოს მხარე. იცი რა არის, ეხლა ჩვენ მაგალითად პოდკასტში, როცა კამპანიებზე ვსაუბრობთ, ვიწყებთ ხოლმე რაღაცა
თავიდან რაღაც მაგ ბრიფიდან, პრობლემიდან, რაღაც მე ინსაიტები როგორ იპოვეს და ასე შემდეგ. საინტერესოა თქვენ შემთხვევაში რა განსხვავებაა გამ flows რა ესე რომ ვთქვათ, კი შეიძლება რომ სააგენტოს მოდის, მაგრამ ხანდახან ხო არის რომ არ მოდის სააგენტო პირდაპირ კომპანია შეიძლება მოვიდეს რაღაც და აი თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება აი ამ პროცესის დამუშავება და აი თუნდაც იდეის მოფიქრებიდან ან მოფიქრებულ იდეაზეც. იცით ცოტა ხანია ეს დაიწყო, არც ისე დიდი ხანია ეს დაწყებული, როცა პროდაქშენებში, ჩემ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში პროდაქშენებში მოდიოდეს კომპანიები, რომლებიც გეუბნებიან, რომ იცით რაღაცა ესეთი ვიდეო მინდა გადავედო. კონკრეტული აი რაღაცა სახის ბრიფი ყოველთვის არის ხოლმე. ეს ბრიფი ახლა ბრიფს გავს თუ არა, ეს საერთოდ სხვა ის არის სალაპარაკო თემა. იმიტომ კი არა რომ ვიღაც რაღაც ცუდად წერს ბრიფს, რაღაცა ჩვენთან საპროდაქშენში შემოსული ბრიფი არ არის კი, რა თქმა უნდა, თარგეტი გვაინტერესებს, რა თქმა უნდა, ბევრად გვაინტერესებს, მაგრამ ეს არ უნდა შემოდიოდეს პროდაქშენში, სხვანაირი ბრიფები უნდა შემოდიოდეს. აი როგორი უნდა შემოდიოდეს? უფრო დეტალიზებული რა გინდა შენ ვიზუალურად ნახო. იმიტომ რომ ჩვენ აუდიოვიზუალური ხელოვნების ხალხი ვართ. ჩვენ არ ვართ ადამიანები, ვინც სტრატეგები ვართ. კი შეიძლება ძალიან კარგად ხედავდე, რომ ნებისმიერ კომპანიის რაც პრობლემას სად არის რა ჩიხშია, მაგრამ ეს არ არის ჩემი პროფესია და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რაცა ყველამ თავის საქმე უნდა გააკეთოს და ალბათ ეს ძალიან დიდი პრობლემა არის, იმიტომ რომ კომპანიასაც ურჩევნია ცოტა გადაიხადოს, ერთმა ადამიანმა გააკეთოს ყველაფერი საქმე, უთხრას ამ ერთმა ადამიანმა მე გავაკეთებ ყველაფერს, მაგრამ შედეგი როცა იდება ხოლმე, მე თვითონ კომპანიებიც ძალიან წუწუნებენ ამაზე, იმიტომ რომ გადავიხადეთ ფული, დავხარჯეთ ფული, მაგრამ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რაც გვინდოდა მიგვეღო. მე პროდიუსერი ვარ, ფულზე ლაპარაკი ჩემთვის არანაირად სირცხვილს არ წარმოადგენს, პირიქით ეს ჩემი პროფესია და სულ ეუბნები ამ ადამიანებს, რომ ჩემთვის პროდიუსინგი არ წარმოადგენს იმას, რომ გითხრა, რომ ფული უნდა დახარჯო, ან არ უნდა დახარჯო. ფული უნდა დახარჯო ისე, როგორც საჭიროა. საჭიროებრივ სამებრ უნდა დაიხარჯოს ნებისმიერი ლარი რა. შეიძლება დიდი ფული ჩაიდოს რაღაცაში, მაგრამ ვერ მიიღო რაღაც შედეგი. სულ ეს საუბრები მაქვს ხოლმე, როცა პირდაპირ კომპანია მოდის და პატარა სცენარი გავაკეთეთ და იქნებ ეს გადაგვიღოთ. ეგ სცენარი უმეტეს შემთხვევაში არის ასევე ფრილანსერი ჩვენი მეგობრების მიერ გაკეთებული და ვიღებთ ამ ვიდეოს, მაგრამ სულ ჩემი მოთხოვნა ყოველთვის იქედან მოდის, არ ვიცი, შეიძლება მე უმეტესად როცა სააგენტოებთან ერთად მუშაობდი იქედან მოდის, მაგრამ სულ მინდა რომ ჩართული იყოს ადამიანი, რომელიც შემოქმედებით ნაწილსაც უხელმძღვანელებს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ შემოდის ბრიფი, მოდის შენთან სცენარი, შენ უკვე რთავ რეჟისორს, რა თქმა უნდა განსხვავდება სარეჟისორო სცენარი იმ სცენარისგან, რაც სცენარით შემოდის და რითი განსხვავდება, რომ სარეჟისორო სცენარი არის, რომ როგორ ლოკაციაზე მოუყვეს. აი ჩვენ ახლა აქ ვყვებით, ხო? ახლა ჩვენ რო გადავიდეთ ზუსტად იგივე საკითხზე ვისაუბროთ მინდორში, ყველაფერი შეიცვლება, ხო? სხვანაირად გვეცმევა, სხვანაირად ვიქნებით ახლა. მაგრამ აი ეს არის სცენარი დაახლოებით, რომ უფრო შევძინო ამას ის სახე, როგორიც შეიძლება ვიყო მე, აი რა მომიხდებოდა მაგალითად რა და ეს ხშირად არის, რომ სარეჟისორო სცენარი იმ სტრატეგიას გაურბის, რომელიც სტრატეგიითაც მოხდა ამ სცენარის დამტკიცება კლიენტის მიერ. და აი აქ არის ხოლმე ღია გეფი, რაზეც შედეგი არ არის ხანდახან ისეთი, როგორიც კლიენტს სურდა. კლიენტმაც რომ თავისი შედეგზე გვესაუბროს, რა სურს სამომავლოდ მიიღოს, მასაც სჭირდება ამ ჩვენი ვიწრო პროფესიული განათლება, ხო? იმიტომ რომ მე არ მაქვს განათლება მაგალითად მარკეტინგის სფეროში. ამიტომ მეც გამიჭირდება ვიღაცას რაღაც აუხსნა მათ ენაზე. შეიძლება ეს რაღაც ბევრნაირი ზეცერთავის ახალებით და ზმნებით გადმოცე, მაგრამ არ იყოს ვიღაცისთვის გასაგები. ამიტომ ყოველთვის უფრო დიდი ჩელენჯია ხოლმე ჩემთვის, როცა სააგენტოს გარეშე მოდის ჩემთან ბრიფი და სულ ვცდილობ, რომ მე როგორც პროდიუსერი და არა მარტო როგორც პროდიუსერი ამდენი წელი ავაკვირდები ამ როგორ მიდის სარეკლამო სფერო, კინოსფერო, რომ მე კინოპროდიუსერიც ვარ და რაღაცა სულ ვცდილობ, რომ აი ამ სახის კონსულტაციაც გავცე, მაგრამ მიმღებლობა საკმაოდ დაბალია.
იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში სულ ვცდილობ რომ აი მეც გეტყვით თუ შეიძლება ერთი სიტყვას მეც ვიტყვი და აი გონიათ რომ აი ცოტა არსებობენ ეგეთი ყველა საყვარელი ადამიანები არიან აი სულ ბოლოში რო შეხედან და ყველაზე გენიალური იდეები რომ მაგათ აქვთ აი ეგეთი პოზიციას ახლა იმიტომ რომ მოიც არა სცენარი დაწერილია და თავი აღარ ავიტკივოთ აი ეგ არის სულ მიდგომა კლიენტისგანაც და მე ხანდახან ჩემგანაც იცი მაინც და მაინც ხობს არ მივაწერ ხოლმე იმიტომ რომ ნებისმიერი ძალიან პატარა იდეა დაცულებაც საერთოდ შეიძლება ამოაყერაოს ბიუჯეტი და მიდიხარ რაღაცა დანის პირზე რა რომ აი თქვა თუ არ თქვა სულ ესე მე სულ ესე ვარ რა რომ აი რა ნეტა მე თქვა ძალიან ბევრჯერ როცა მინახავს ჩემი გაკეთებული ვიდეო ან სხვისი გაკეთებული ვიდეო ხანდახან ვიცი რეები გაიარეს და აი სულ ფიქრობ რომ ნეტა ეთქვა იმ ადამიანს ან ნეტა მე მეთქვა რა და მე მაინც ვარჩევ ხოლმე სულ იწახი მაგას და ხანდახან ისე არის რომ მეც ერთი წუთი უკვე ყველა დავწერეთ გავამზადეთ ჩვენმა CEO-მ თუ ნებისმიერმა ადამიანმა დაადასტურა და მოდი თავს ნუღარ ავიტკიებთ ესეთი დახარჯული ფული ჩემთვის ცოტა მენანება იმიტომ რომ ნებისმიერი თანხა რომელსაც ვხარჯავ თუნდა გამოვიყენოთ სასიკეთოდ ასე ვთქვათ ხო ხო ანუ რაღაცა პროცესი უნდა გამოიძებოს ხო რატომ ხარჯავთ ამ თანხას იმიტომ რომ მე ვიმუშავო არ მგონია ამისთვის ეხარჯებოდეს კომპანიების თანხები ხო იმიტომ რომ იმუშაოს ბიზნესმა აი ეს რაღაცა სულ არის აი ამ ფლოუზე დამოკიდებული როგორ ერთვება პროდიუსერი იცი რა არის ანუ პროდიუსერი არ არის ბუღალტერი აქედან დავიწყე. მადლობა. ანუ ძალიან არის წარმოდგენა ეგ. მე მაგალითად მირჩევნია ვიყო ჩართული პირველივე წამიდან, აი რა წამსაც რაღაცა სცენარი შავი რაღაც აქვს ან კომპანიას, ან თუნდაც სააგენტოს. სააგენტოდან ურთიერთობა დამკვეთთან უფრო კომფორტულია, იმიტომ რომ იქ მარტო შენ არ ხარ და დამკვეთი და რაღაცეებს გიმსუბუქებს ეგ ყველაფერი. მაგრამ ნუ ქონია ხო ყველას პირდაპირ დამკვეთთან და აი ეს უხილავი გივი იქაც არსებობს. ანუ სიბრაზეს ვერ ხარჯავ, როცა სააგენტო არ ყავს რა. სააგენტო შეგიძლია უთხრა რომ აუ რა უნდა. ეს რამ დაგაწერინე და სააგენტოს უფრო ხო და ანუ თავიდანვე ჩართული თუ ხარ პროცესში რა, უფრო მარტივია, უფრო კარგია. კარგია მთლიანი პროექტისთვის, იმიტომ რომ იცი რა არის ხანდახან ჩვენს რეალობაში ისეთი ბიუჯეტებია, რომ ჯობია რომ პროდიუსერი თავიდანვე იყოს ჩართული, ვიდრე ის რომ შემდეგ უკვე იდეა რომელიც ყველა მოიწონა, ის შეკვეცო, რაღაცეები ამოაკლო, რაღაცეები დააკლო იმის ხარჯზე, რომ უბრალოდ ბიუჯეტს უნდა მოერგო. ანუ ორი რაღაც არსებობს რა, პროექტი, რომელიც ერგება ბიუჯეტს და შესაბამისად სხვანაირი პროდუქტი გაქვს და პროდუქტი რომელიც პროდუქტს ერგება ბიუჯეტი რა, ეგ არის იდეალური. ხო, ეგ არის იდეალური, ხო, ანუ როცა ზუსტად იცი სად როგორ რა ხდება, არაფერზე ეკონომიას არ აკეთებ და რაღაცა შედეგიც შესაბამისია. უბრალოდ ამ ბოლო დროს კრიზისის ბრალია ალბათ რა, მაგრამ აი ლარი და 50 და 2 ლარში ვტრიალებთ და ამისგან გენიალური რამის გამოყვანა მე იცი რა მაინტერესებს ახლა რაღაც თითქოს ყურში მომხვდა ეგრე რა რომ ჩვენ არ ვართ ბუღალტრებიო რა თქვი. აი მაგალითად სააგენტოს აქვს რაღაცა იდეა, რაღაცა გაიტანა და ან კლიენტმა უთხრა რომ მოგწონს ხო აი ეს რაღაცა მანდაც ხო არის რომ სააგენტო რამოდენიმე სააგენტო ეჯიბრება იდეებით რომ ჯერ იდეა მოაწონონ და ნუ მე დაგვიდასტურეს სიტყვაზე 3 შევთავაზეთ იქიდან 1 დაგვიდასტურეს აი ეს მოგწონს მე იწყებ ამის თვლას ხო და მე არის რომ აი დაურეკე პროდიუსერს და დაათვლევინე რა ანუ სააგენტოსთვის არის ეს რაღაცა სათვლელი როლი აქვს ახლა პროდიუსერს მოდი თქვათ ხო ბუღალტერის რომ აბა რომელი პროდიუსერი რას დაგვითვლის რა მანდ არის რომ მე ფასით ვარჩევთ ხოლმე რომ აბა აი რავი აკამ ეს დაგვითვალა თამარმა ეს დაგვითვალა რაღაცა და ხო აკა ძვირიანი თამარა არაძვირი არის ძვირიანი ძალიან პირიქით და მე მიდის მაქეთ ანუ საბოლოო ჯამში პირველადი ნაწილი რაც სააგენტოს ხარეს არის რომელი უფრო იაფად მოგცემს მაგ კონკრეტული იდეის აღსრულების ბიუჯეტს. ხო და აი ეგ არის არასწორი მიდგომა, ხვდები? იმიტომ რომ მე რომ დავილაპარაკო სცენარის ავტორთან, ჩვენ რომ გავიაროთ დეტალები, იქ რაზე შეიძლება დაზოგვა, რაზე არ შეიძლება დაზოგვა,
სად შეგვიძლია როგორ მოვიქცეთ ისე რომ ერთ დღეში გადავიღოთ ან 2 დღიანი გადაღება როგორ ჟარგონი ხო ჩავტენოთ ერთ დღეში ანუ ესეთი დეტალები რომ გავიაროთ უფრო მარტივი არის რაღაც გადაწყვეტილებამდე მისვლა ვიდრე ის რომ აი უბრალოდ სცენარს მიგზავნი მეუბნები რომ დავთვალო მე როგორც წარმომიდგენია ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე საუკეთესო როგორ შეიძლება რომ იყოს მაგ ბიუჯეტს გაძლევ და ხო თავისთავად ანუ ვიღაცის მეტი იქნება ვიღაცის ნაკლები და მე მევქრები ხო და მე ანუ ჩემი საყვარელი მომენტი გახდა რომელია ანუ ძალიან ვეჩქარებად გუშინ რო უნდათ ლარიდან 50 რო აქვთ ნუ ლარიდან 40-ზე რო გეჩალიჩებიან მე ტენდერი როა მილიონი ბიუჯეტი რო უკვე გაუგზავნე ძალიან ვეჩქარებად კიდევ გამეორდები და რო აღარ ჩანან და მე შენ რო წერ რომ რაღაცა გავიცი დრო აღარ გვექნება მოსამზადებლის ან რაღაც და იქიდან მესიჯი რომ მოდის რომ აი ეხლა უნდა მოგვეწერა რა ეხლა წერდი ამე აი ამ წამს წერდი და ნუ სისულელეა ეგ ყველაფერი და მე ცუდად მოქმედებს ჩვენი პრობლემა მარტო ცირე ბიუჯეტი არ არის ამ შემთხვევაში ჩვენი პრობლემა არის ცოტა დრო და ცოტა ფული ანუ ორივეს პრობლემაა ხვდები ანუ აი ყველამ ხო იცის რომ ახალი წელი მოვა სად წავა ანუ რატო ვიწყებთ ფიქს დეკემბრის 5-ში 25 დეკემბერს რა გაუშვა ხალხის მოსაზიდად რა ადრე მახსოვს ახლა გამახსენდა მაგაზე ქუცა ამბობდა მაგას რომ დაგვირეკავ კომპანია სადაც გითხრა 26 დეკემბერი დღეს და ფორს მაჟორულ სიტუაციაში ვართო რა ანუ ფორს მაჟორი იყო ახალი წლის რაღაცა ხო კომუნიკაცია გასაკეთებელი რა ანუ არიცოდით რომ მოვიდოდა აიგენა უცებ 26-ში გებულობ რომ ხო რაღაცა დღესასწაულები ხო არის ისთვისაც უეჭველი უნდათ რომ კომუნიკაცია გქონდეთ ხალხთან ანუ რატომ მოდიხარ დეკემბერში, როცა შეგიძლია რომ მოხვიდე სექტემბერში, ბევრად კარგად გავაკეთო, ბევრად კარგად დავიგეგმო და შეიძლება შენი საოცნებო ბიუჯეტიც ოკეი იყოს მაგ შემთხვევისთვის. ხდები, იმიტომ რომ რაღაცებს არ ვიცი, ნუ რაღაცა სხვანაირად მოახერხებ რაღაცებს. როცა გეჩქარება, ანუ საგიჟეთია ხოლმე, ანუ ლოკაციის ანუ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა და მეთანხმება ალბათ თამარაც არის ლოკაცია რა ჩვენთვის, იმიტომ რომ აი ეს გადაადგილებები დეკემბერში რო გინდება და ეს ისედაც გასაცობებული თბილისი რო უფრო საცობიანია და უფრო მეტი დრო მინდა A პუნქტიდან B პუნქტში რომ მივიდე ანუ ხო რაღაც ბევრი ნიუანსია რაც არის გასათვალისწინებელი რა ხო და ეხლა მივედით ჩემს შემდეგ თავარ კითხვამდე ანუ რა არის პროდიუსერის როლი ზოგადად რა აი ეხლა ხო რაღაცა ფლოუს ყვებოდით როგორი უნდა იყოს როგორი არის და ასე შემდეგ და მოდი ვთქვათ აი არ ვიცი სტანდარტული გაგება პროდიუსერის როგორიც უნდა იყოს და მე ვთქვათ როგორი არის რავი ქართული რეალობა არ ვიცი ხო აი ძალიან პატარა ჩემ გამოცდილებას მოგიყვებით მე რომ დავიწყე პროდიუსერად მუშაობა არ იყო ეს მარტივი გზა, იმიტომ რომ მე როცა დავიწყე გადასაღებ მოედანზე მუშაობა, საერთოდ არ მქონდა იმის უფლება, რომ აი კამერა ხო არის, კამერისკენ ესე არ შემელო შემოტრა. ანუ უკან უნდა ყოფილიყავი. ანუ გადასაღებ მოედანი ნახე არ მქონდა, იმიტომ რომ საერთაშორისო პროექტი იყო, პატარა ვიყავი 18 წლის და მაშინ რო შევტრევდი რომ მაინტერესებდა რა ხდებოდა წინ პროდიუსერმა გამოიარა და აქეთო რატო იხედები რომ იქეთ უნდა მდგარიყავი რომ ხალხი უნდა გადამეკეტა უნდა მეთქვა ხალხისთვის რომ აი აქ ახლა ვერ შეხლა და მე უნდა ყოველს ვეთქვა რომ შენ ვინ გეკითხება რაღაცა ესეთი რაღაცები და აქედან წამოვედი მე ძალიან ბევრი დეპარტამენტი გავიარე და მოვედი პროდიუსერად გამხდარიყავი და ეხლა რატო ყვები ამ ყველაფერს აქედან გამომდინარე ვისწავლე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ყველაზე ელემენტარული ლინზების ცნობა. რომ აი რაცა 18-იანი ლინზაში რა გამოჩნდება, 50-იანი რა გამოჩნდება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, აი რაღაც ეს ელემენტარული რაღაცების ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ხშირად არის, აი კამერა დეპარტამენტის ხალხმა იცის ეს, მაგრამ შეიძლება პროდიუსერმა არ იცის და AD-მ არ იცის და ეს არის ძალიან წითელი ხაზი ჩვენთვის, იმიტომ რომ და რატო? მაგალითად თქვა, მაქვს ცოტა ბიუჯეტი, ხო? მოდის კომპანია და მეუბნება რაღაცა განსაკუთრებულ ცოტა ბიუჯეტს და მეუბნება მინდა რომ დეკორაცია ავაშენო, ხო? აი ძალიან ესეთია, რომ ვერა.
პირველი რასაც ვეუბნები, არა ვერა, იმიტომ რომ როცა შევდივარ სტუდიაში, ვაშენებ დეკორაციას, ავტომატურად სინონიმებია რომ მინდა ბევრი განათება, მინდა სამხატვრო ჯგუფი, ნუ ბევრი ფული უნდა გადავეხადო ყველაფერში რა. და პირველად მაშინ როცა პროდიუსერი გავხდი, ვიყავი რომ ახლა რა არის, რომ ჩემ თავარი ისა სულ მაგას ვფიქრობ, რომ როგორ რომ ვიმუშავო ისე კარგად, რომ აი აქ დავრჩემ, რომ ეს მინდოდა. იქაც მუშაობა რომ დავიწყე, მაშინ ვიცოდი ზუსტად რა მინდოდა რა და მაშინ დავსვე ჩემ დაუნებურად, იმიტომ რომ ეს უნდა დამესვა, მაგრამ ეს არ ვიცოდი რომ ეს ესე იყო. და აი რა ლინზით ვიღებთ თქო რეჟისორს ვკითხე რა და ოპერატორს ტექრექსზე ვიყავით და ესე გამომხატა რეჟისორმა ხარ ვიტყვის ახალს დაგვარს ერთი ჩემი ძალიან ახლა მეგობარი და პირველად ვკითხავ პროდიუსერმა რა ლინზით ვიღებთ და რა მაგარიაო და რავი მეთქი მუშაობდი თქო კამერა დეპარტამენტში თქო ადრე და მთელი დეკორაცია რო არ ავაშენოთ მეთქი და მაგალითად თუ ახლო ხედს ვიღებთ რაღაცა მარტო ზედაპირი ავაშენთ ესეთ რაც დაახლოებით ესეთ რაცას ვაშენებდით რა და მან ვიხდი რა რაღაც აი ეგ არის რა პროდიუსერი რა პრობლემების სოლუშენის პოვნა, გამოსავლის პოვნა, მაშინ როცა გინდა რაღაც გააკეთო და უკვე უნდა გააკეთო რა. პროდიუსერები როგორ ვართ? ისე თქვენ თქვენთან ხო შემოდის ეს აგენტოში, შემოდის ბრიფი, უკვე სააგენტომ ხო იცის რამდენი ბიუჯეტიანი რაღაც უნდა დაწეროს, ხო? ყოველთვის მაგას ვამბობ სულ. არ ვიცი თქვენთან როგორ არის? ხო, რა რეინჯი ვიფიქროთ, ეგეთ კითხვა გვაქვს და არავინ არ პასუხობს არასოდეს. დირექტორები ბრეკბედერის მერე ყოველთვის ნები ეს არის ქრისტეშობა. არის უკვე ისე რომ ანუ რაღაც მოჭერილად ფიქრი რომ შეუძლებელი ხდება რა, აი რაც ხო, მაგრამ ბიუჯეტს მაინც ვეკითხებით ყოველთვის. ხო, მე არასოდეს არ პასუხობ. მაგრამ იდეა რომ აბსოლუტურად ცდება ბიუჯეტს, რომელიც გაჟღერებულია უკვე კრეატიულ თიმთან, რომ აი ამ ბიუჯეტში უნდა იყოს, ხო? ანუ მე მესმის, ხდები? ანუ კრეატიული თიმის, კრეატიული დირექტორების მესმის, რომ უნდათ რომ რაც შეიძლება რაღაც მისცენ გასაქანი ფანტაზიას და რაღაც კარგი შექმნა. ანუ აბსოლუტურად მიუყვები რა, მაგრამ მე პროდიუსერები ხდებით, აი საგიჟეთში ხდებით მაგის გამო, რომ აი ეს იდეა როგორ მოვარგოთ იმ ბიუჯეტს, ხდები? ანუ და არის ჭიდაობა რაღაცეებზე. ამიტომ თავიდანვე ვამბობ, სააგენტოში ბრიფი რო შედის და თუ რომელიმე დამკვეთი, მადლობა მათ ვინც აჟღერებს ამ ბიუჯეტს, იმიტომ რომ ეგ კიდე ცალკე პრობლემაა, რომ აი ბოლომდე არ გეუბნებიან რამდენი და აუ ეგ სადღაც ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემა. ხო, ანუ ეგ არის ძალიან დიდი პრობლემა. ანუ ვერ ხვდები რა საჭიროა დამალვა, ანუ რატო მალავ, როცა უფრო გაგიმარტივებს შენს, მეც და სააგენტოს საქმის რა, ანუ ხო, მაგრამ მაინც რა მე მომისმენია მაგის არგუმენტად, რომ ჩვენ არ გვინდა რომ შეგზღუდოთ. აუ, ზღუდა უარესად რა მაგ დროს რა, ანუ შემზღუდო რას ნიშნავს? ანუ წარმოიდგინე 3-ჯერ 4-ჯერ გიწევს ერთი და იგივე საქმის კეთება. კრეატიულ თიმს, სააგენტოს და პროდაქშენის მხარეს. ანუ პირველი არის ის, რომ კრეატიული თიმი რაღაცა ფიქრობს თავის მთლიან რესურსს დებს ამ რაღაცაში, გენიალურ რაღაცას წერს და ამ დროს გიჟღერებენ რომ რაღაცა 5 და 50 არის ბიუჯეტი რა. ანუ რა უნდა ქნა? მაგ დროს ურეკავთ პროდიუსერს. მოდის პროდიუსერი და გეუბნება რომ ამაში ეს არ გამოვა, იმიტომ რომ აბსოლუტურად აცდენაა ბიუჯეტის და ხო. სცენარის, ხო? ანუ მე პროდიუსერი ეჭყუბება კრეატიულ თიმს, რომ ანუ თუ იცოდით რომ რაღაცა, ისინი ამბობენ რომ არ ვიცოდით და მეგეთ რაღაცებიც ხდება, ხო? ამიტომ ყველაზე იდეალური არის დამკვეთმა პირდაპირ გააჟღეროს, ანუ რას არ უნდა აცდეს და კრეატიულმა თიმმა და იდეაში კარგი კრეატიული დირექტორი სწორედ ეგ არის, ვისაც შეუძლია რომ აი იმ რეინჯში იფიქროს რა. ანუ თორე მეც შემიძლია რომ ახალი Star Wars-ი მოვიფიქრო და რაღაცები წერო, უბრალოდ ხო, თუ აუცდი მილიონჯერ ბიუჯეტი. მაგრამ რეინჯებში ვერ ჩდები. ხო რა, მაშინ იდება თაროზე რა. ხო. კი, ალბათ ისინიც იმას ფიქრობენ, ბუღალტრები ხო არ ვართო. ალბათ სადღაც მათ ვართ, იმიტომ რომ სულ თქვათ ეგ, რომ მოიცა ახლა მე ხო ისა შემოქმედებითი წვა მაქვს და მეც შემოქმედებითი წვა მაქვს. ამიტომ არ ამ სფეროში თორე სხვა შემთხვევაში რაღაცას ვიპოვიდი. არც ერთი მიმართულება არ არის, სადაც შემოქმედებითობა არ გჭირდება, ყველაფერში გჭირდება, მაგრამ ნუ რას ვიზავთ, რომ ეს შემოქმედებითობა მიდის ციფრებამდე და ყველაფერი ციფრებამდე. ეს არის ძალიან დიდი ბიზნესი და სულ ამის მას ვცდილობ ხოლმე ახსნას კლიენტების და არა მარტო კლიენტების მიმართ რა, იმიტომ რომ ბიზნესია.
პროდიუსინგი, ზოგადად კომპანიები, ახლა კინო უდიდესი ბიზნესია მთელ მსოფლიოში, რეკლამაც ასევე და სულ არის რომ აი მე გიждები ვაჭრობაზე. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ბავშვობიდან ვაჭრობა, ძალიან მიყვარს აი რაღაცა მან ხერხების მოფიქრება, როგორ მივახციო რაღაც საწადელს, ან როგორ ვერ ვახცე. სერვისიც გავაიაფო, ან მეტი მოვიპოვო, ან რაღაცაში ნაკლები ჩავდო, რაღაცა აი რაღაცებს აი ამის ბალანსი ჩემი საყვარელი ნაწილია და ეს ძალიან მიყვარს ამაზე ფიქრი და ეს რაღაცა შემოქმედებითობაში მაქვს გადატანილი და ვარ პროდიუსერი, იმიტომ რომ ეს მომწონდა სულ რომ აი რა ჯობს ეხლა ამით გააკეთო. მაგალითად რაღაცა სოციალური კამპანია, რომელსაც თითქმის არავინ არ აკეთებს, თუ ვიდეო რომელიც იქნება მხატვრული ვიდეო. აი ჩვენ ზუსტად თუ თავისუფლებას გვაძლევენ და მაგიტო არ გვეუბნებიან თანხას სულ ეგ არის ჩემი არგუმენტი რომ ამას მეუბნებიან რომ ეს თავისუფლებას გაძლევ. ძალიან დიდი მადლობა რომ თავისუფლებას მაძლევ და ძალიან მიხარია. მაგრამ მირჩევნია მითხრა ეს საშუალო რეინჯი, იმიტომ რომ მე ამ თუ თავისუფლებას მაძლევ, თავისუფლება მომეცი იდეურად რომ შემოგთავაზო. მე პროდიუსერი რა თქმა უნდა მირჩევნია გადასაღებ მოედანზე ვიყო და რაღაცა დიდი გადასაღებ მოედანი გავშალო, გადასაღებ მოედანი სხვადასხვანაირი ხანდახან არის აკამდეთ ყველამ ვიცით რომ 16 ტრაილერი დგას ხოლმე და რაღაცა ეგეთი გადასაღებ მოედანზე ვიყო, მე ყველაზე მეტად მირჩენებ, რომ მიყვარს ეგ არის ჩემი საქმე, რაც აი ყველაზე მეტ ადრენალინს გამოყოფ ამ დროს და ეგ არის რაც გვსიამოვნებს, მაგრამ მე თუ არა მაქვს ამის საშუალება, სანახევროდ გაკეთებულ ეგეთ ვიდეო შეიძლება შემოგთავაზო რაღაცა კამპანია, რომელზეც გითხრა რომ მოდი აი შენი ბრიფი რაც მოვიდა, მოდი ესე ხო არ გადავწყვიტოთ, იმიტომ რომ პროდიუსინგი ესეც არის. მხოლოდ პროდიუსინგის არ არის, რომ იცი რა დავურეკო რეჟისორს. აი რომელი რეჟისორი გადაიღებდა ამ ვიდეოს? Come on რა რომელი რეჟისორი? სამიყვარს რა, თამარა ეხა და აი ეგ დაურეკო, ანუ წარმოიდგინე, აი მიდიხარ შეხვედრაზე დამკვეთთან რა, აი სააგენტოს თავი დავანებოთ. მიდიხარ შეხვედრაზე დამკვეთთან, გეუბნებიან რომ რაღაც ბიუჯეტი და სცენარი ერთმანეთს ძალიან აცდენაში მოდის. და იცი რა, ესე ლისტი აქვს რა ჩამოწერილი რეჟისორების რა. ხო, უკვე გამზადებული. ძალიან მიყვარხარ, იცი და შენ ხარ ხოლმე მაქსიაში. სულ აი ამ იმეს რა ქვია, ლარი და 50-ად უნდათ ხოლმე რომ ბორჩხა შველო დევდარა ხუჭუჭა, ანუ ისეთი სია აქვს რომ ვეუბნები რომ აი უკვე აღარ არის თქვენი ბიუჯეტი აქ მორჩა. კი, მე რა კითხვა ბევრს იღებენ. ოღონდ მეტი ანუ არა. მეც რეჟისორი ხო, ბევრს იღებენ. არის გეტყვი რა, აი პროდიუსერს რო ეძახი, უნდა მისცე შესაძლებლობა პროდიუსერს რომ აი შენ სცენარი რაც აჩვენე და ბიუჯეტი რაც გაუჟღერე. იმან თავში რაღაცები გადახარშოს რა, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ შემოქმედებითი ადამიანი თუ არ ხარ ამ სფეროში პროდიუსერად უბრალოდ ვერ იმუშავებ რა და თუ არ ხარ არ უნდა იმუშაო. ანუ გამორიცხულია ერთმანეთის გარეშე რა, მაგიტო ვთქვი რომ არ არის ეს ბუღალტერია მხოლოდ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა რეჟისორი და ოპერატორია დღეს ჩვენს რეალობაში. მართლა, უბრალოდ ცოტა სნობებიც ვართ, ეხლა ჩემ თავზეც ვიტყვი რა და ნაკლებად ვაძლევთ ხოლმე შანსს ეგეთ ბავშვებს, მაგრამ სამაგიეროდ ეხლა ცუდი ის არის რომ ყველა ვიდეო რასაც ვუყურებთ დღეს ერთმანეთს დაემსგავსო, ხდები? აი ეს ტონი, voice-overi, ეს რაღაც არ ვიცი. კი, კარგია, ჩემზე აბსოლუტურად მოქმედებს აი ეს goosebumps რო გაქვს რაღაცა ისეთი მე ვარ საქართველო და ესეთი ვიდეოები, რა თქმა უნდა, ეგ მიყვარს, იმიტომ რომ მე მაგ თაობის ვარ რა. და ნუ ეს 9 აპრილის ხალი ხო 10 ყველგან რა ვიცი, საკმარისია გვეყოფა რა. მანამდე სკეიტერი ბიჭი ვარ. ხო, მაგრამ ამ აუცილებლად სკეიტერი ბიჭი. და ამ ახალ თაობას აბსოლუტურად სხვა ხედვა აქვს. ხდები? ანუ სხვანაირად ახერხებენ გადაწყვეტას რაღაცა ვიდეოსი, რომელიც ამ პროდუქტს გაყიდის იდეაში რა. უბრალოდ აი შეხვედრაზე რომ ვეუბნები რომ არის ახალგაზრდა რეჟისორი, ფანტასტიკური გოგო პირობითად, ნუ მე ვიცნობ ესეც და მიმუშავია. და ვაჩვენებ ვიდეოებს, ანუ აი ლეპტოპს რომ მიუტრიალებ და ვეთქვი, მე გირჩევთ ამას, აი ამ ბიუჯეტში, მოდი ამათ გავაკეთებინოთ, ხო?
აი ვიდეოს რო უყურებ ის ადამიანი ჩემ ლეპტოპში ხანდახან მაგ ხოლმე ესეთი შეიძლება რომ ის ამ დროს რას ფიქრობს იცი? აუ ნეტა ჩემიდან გამეხსნა, იმიტომ რომ იქ ლაიქებს დაინახავდა ვინმესას და მიხვდებოდა კარგია თუ ცუდი რა, იმიტომ რომ ტექნიკურ ვიდეოს ეგრე ვერ შეაფასებს ადამიანი რომელიც ამ სფეროში არ არის. შეიძლება შეაფასო ანუ ემოციური ვიდეო და თქვა რომ ძალიან კარგია და მოკმელა მიყვარხარ ძალიან. და რაღაც ეგეთი ხვდები, მაგრამ იმას რომ რაღაცა ტექნიკური ვიდეო სადაც რაღაც ქულები დააგროვე ლაპარაკია და მხოლოდ პროდუქცია საუბარი, იმას ვერ შეაფასებ, რამდენად კარგი რეჟისურაა, ეგ რამდენად კარგი მხატვრობაა და ასე შემდეგ. ამიტომ დამიტოვე რა, ეგ ადგილი სადღაც ის რომ თუ პროდიუსერს მე მეძახი, მე ავარჩიო, ვინ უნდა გადაიღოს შენი ვიდეო, თუ გინდა რომ ამ ბიუჯეტში ჩაჯდეს. და გარდა ამისა, იქნება რაღაცა ახალი თაობა აუცილებელია იმისთვის, რომ რაღაცა მოძრაობა იყოს და ერთნაირი არ იყოს ყველაფერი რა, იმიტომ რომ მე ჩვენს გვეზდება სულ ერთნაირი. მაგაში მეც მოყვები, ახლის შეთავაზებაში ხანდახან მეცნობი ვარ. იმიტომ რომ ნახე იმის ბრალი ხო არ არის რომ ცოტა გუშინია. ბაშინი აი მან მევიდათ ვარ, ხტები ან ბორშთან და შვილოსთან და დევდარასთან ერთად რომ მუშაობ, თავი ქუჩი მაქვს, ვიცი რომ ძალიან კარგი პროდუქტი იქნება და აი ძალიან მშვიდად ვარ რა, მაგრამ უნდა გაურისკოთ კიდეც რაღაცეები რა, იმიტომ რომ სხვა გზა აღარ არის რა. უბრალოდ ახალ ბოდიში რო ვერთვები, მაგრამ ახალს როცა ვთავაზობ ხოლმე, ყველაზე დიდი შეცდომა რაც არის რა, რასაც მე თვითონაც უშვებ ხშირად, რომ აი რა დროს თავაზობ, იცი, ახალს აი როცა ყველაზე მეტად უჭირს ბიუჯეტს, რა, ხო და ეხა რეჟისორი ხარ, ახალი ხარ, ეხა იწყებ და გეუბნები რომ ხატვარი არ გყავს. რა ლოკაციის მენეჯერი არ. ყველაფერი მე ვარ. ყველაფერი უნდა გააკეთო შენ. ეგეთი კლიპი უნდა გააკეთო ზუსტად ბორჩხამ, იმიტომ ისე ბორჩხა, ნუ შევჭამეთ ეს ადამიანი. ესეთი უნდა გააკეთო ზუსტად გამოცდილმა რეჟისორმა, იმიტომ რომ უკვე იცის რომ ხატვარს რა ევალება, რა შეიძლება რომ იმან შეიტანოს უფრო მეტი როგორ მოიფიქროს და მე ამ ახლებს ვაძლევთ რაც ძალიან ორ კაპიკს. ძალიან დიდი ზეწოლა მიდის და ვერაფერს ვერ აკეთებენ, ამიტომ ვერ მოეწონა. ეგ ხო კლიენტსაც რაღაც კუთხით არ მოწონს ხოლმე რა, რომ ანუ თვითონ უკვე ეჭვი რომ ანუ ეხა ეს რახან შემომთავაზეთ ბიუჯეტიდან გამომდინარე ბოლო ვერსია. ესე იგი ეს ამის ბიძაშვილია. ეგ დამოკიდებულება. ესე იგი რატომ თავაზობ, რომ ეს ამ რაც მან ნდობა არის რა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეხა ჩემს ცხოვრებაში მართლა არასოდეს არ გამიგზავნია არავისთან როგორი ბიუჯეტი. ცე აუ თამარა გეხვეწები, აი რაღაც პატარა ვიდეო მაქვს გადასაღება, ეს დაურეკავთ რა, აი გოგო მიდის რაღაცას მიყვებიან და აი რა ღირს უცბად მითხარი რა, არასოდეს არ მიპასუხე ესეთი რა კითხვაზე და ვეუბნები რომ მირჩევნია გავატარო შემდეგი 2 საათი ლეპტოპთან, ჩამოვწერო რა ღირს და გამოგიგზავნე, იმიტომ რომ შენ თვითონც დაინახო რომ მე არა ვარ რეჟისორი, მე არა ვარ მსახიობი, მე მჭირდება ეს ადამიანები, რომლებიც აკეთებენ ამ კონკრეტულ ვიდეოს და ამიტომ ვაკეთებ ამას. მე შემიძლია ვუთხრა რომ რაც დაუშვათ X თანხა ჯდება რა. არა ნუ აი მომდინარე დაახლოებით იცი ერთდღიანი გადაღება აი მიხედვით რა გიждდება, მაგრამ რაღაცა შეიძლება პატარა განსხვავება სცენარში მოგცეს დიდი განსხვავება ბიუჯეტში. კაცმა არის ისა ერთდღიანი შეიძლება იყოს რაღაც მარტივი გადასაღები და ერთდღიანი იყოს რთული გადასაღები. ამიტომ ხო ანუ ესე ტექნიკური ალბათ ხა მე მაგას უფრო ვემხრობი რა კუთხით რომ თქვენ ხო წარმოადგენთ ან კომპანიას ხაი მე მაგალითად სააგენტო გაქვს რაღაც ანუ შენი იმიჯი გაქვს ხო პირობითად ანუ არის რომ რაღაცა შეიძლება გაკეთებადია რაღაც კონკრეტულ ბიუჯეტს მაგრამ შენ ხო მე შენ იმიჯებს ფიქრობ იმიტომ რომ ის პროდუქტი რო შენია რა და ეხლა ძალიან ბევრი კომპანია აი თუნდაც მაგ ხარისხის გამო არის რომ აი რაღაც ასოცირდები მე უკვე ხარისხთან ხო და ალბათ ნუ თქვენც გაქვთ ეგ ის რომ აი ისეთ რეჟისორს არ შესთავაზებ რომ მე ვიღაცამ თქვას რომ ამ ეს ვინ გადაიღო ხო იკითხავენ ხო ეგ ისე თქვენთვის ხო და მაგას ვამბობ ანუ ჩვენ თუ თავაზობთ ვიღაცა კონკრეტულს ვინც მათ არიციან ეს ზუსტად იმას ნიშნავს რომ მე უკვე ვიცი ის რისი გამკეთებელია ხვდები ანუ ისე არ შევთავაზებ რა ძალიან ბევრი პროექტია რაზეც უარს ვამბობ შეიძლება იმიტომ რომ უბრალოდ ვიღაცა არ მომეწონა ვიღაცის დამოკიდებულება არ მომეწონა საქმესთან ბიუჯეტი არ მომეწონა, ან უბრალოდ სცენარი რა და ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ვიღაცას გთავაზობ, აპრიორი ბიუჯეტს ვარგებ და იმიტომ, არა, იმიტომ რომ გამოვცადე ეს ადამიანი, გადავიღე, ვიმუშაო მასთან ერთად და ნახე რა შეუძლია. და ამიტომ გთავაზობ და არა იმიტომ, რომ აი ხავს ვეკიდები, სადღაც რომ გინდა თუ არა გამოვიყვანო ეს რა, ანუ მე საბედნიეროდ მაქვს ის ფინანსური თავისუფლება, რომ მხოლოდ
production-ზე არ ვიყო დამოკიდებული ხდები და მაგ დროს ანუ მირჩევნია რომ უარი ვთქვა ვიდრე წვდი გავაკეთო რა ამიტომ ხო ანუ კი ამ შემთხვევაში მეორე შემოდის და აკადემეთანხმება ამაში რომ ჩვენც რაც ახალ ადამიანებს როცა ვაძლევთ ამის უფლებას რომ გადაიღონ რამე ჩვენ ძალიან ვიტვირთებით იმიტომ რომ ჩვენზე დგას ან ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი პასუხისმგებლობა ისედაც და ასედაც პროექტის ჩაბარება აი პროდიუსერი რას აკეთებს ხო პროდიუსერი ზუსტად მაიგარი რომ პირველი ბრიფზე ვაწერთ ხელს მომაქვს შენთან ბიუჯეტი აი ძალიან პრობლემას შევეჯახები ერთ წინადადებაში ანუ რაცა ციკლია ესეთი რომ კრეატიული დირექტორი ან კოპირაიტერი ან ვინც აკეთებს ამას ფიქრობს რომ აი ეხლა რა ცოტა გავცდები ეხლა ამ ბიუჯეტს იმიტომ რომ მინდა რომ ჩემი რაღაც შემოქმედებითობა ჩანდეს და ძალიან ხშირია იქ დამოკიდებული, მაგრამ ბოლომდე მან არ არის, რომ აი მაინც და მაინც არ არის, რომ აი შეიძლება რაღაც მოიფიქრო, რაც იმ ბიუჯეტში ჩაჯდეს, მართლა შესაძლებელია, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ მოდი აბა ცოტა კიდე მოვიფიქრე, იმიტომ რომ სავარჯიშოა, ჩვენც ხო ვარჯიშობთ, რომ არავინ არ დაბადებულა ადამიანი, რომ ახლა მე პროდიუსერი ვარ, რეჟისორი ვარ, რაც ეგრე ვივარჯიშებ და 5%-იან იმას მაინც ხო იტოვებ, რომ აი პრინციპ შეიძლება რომ გავცდე რა ამ ბიუჯეტს. კი, ხო. მე ხა ჩვენს ქონია ხოლმე რომ მე კლიენტს რო ეწუწუნები, რომ აი მოამატე გეხვეწები 10%. კი. და კრეატიული დირექტორი უკვე გაცდა. მერე მოვიდა პროდაქშენში, პროდიუსერი უკვე გაცდა, იმიტომ რომ იქ უნდა დაიტოვო ეგ 10%. ყველა ვარიანტში უნდა დაიტოვო, იმიტომ რომ გაუთვალისწინებელი ხარჯი გაქვს რა, ოვერთაიმია. ყველა მთელ მსოფლიოში იცის რეჟისორებმა რომ გადასაღები მოედანი ფიქრის ადგილი არ არის. ანუ მართლა მე მათემატიკურად რო დავალაგოთ აი ჭადრაკი რო წარმოვიდგენ, ზუსტად ეს იერარქია არის გადასაღები მოედანზე, ყველაზე მოცლილი ადამიანი რეჟისორი არის გადასაღები მოედანზე, ყველა დარბერი. აი დილის 5 საათს რომ სადმე საქართველოში გავახსენებ რეჟისორები რომ ყველაზე მოცლილებია, იმიტომ რომ იმათმა უკვე იმუშავეს. მოსამზადებელი პერიოდია მაგათთვის აი ყველაზე რთული და ეკრეკი გავლი ყველაფერი და იცოდე. ჩვენს რეალობაში ცოტა არ არის. ხო აი ხმად მივდივარ და საქართველოში რომ ჯდები გადასაღები მოედანზე რომ მიდიხარ, აი იცი როგორ უცბა, აი ხა ცოტა ხანია აღარ არის, მაგრამ ადრე უფრო იყო, რომ აი აბა რა შვებით როგორ ახართ. აი რაც საჭირო ადგილი იყო ხოლმე და მე აი ძალიან ვშფოთავდი მაგ დროს, იმიტომ რომ იცი რამდენი ფული მოდის დავიში რომ აი ერთი გადაგება დღეამდე ინჯდება, ერთი გადაგება ოვერთაიმი, ესა და აი კარგი რა ნუ სტრესები რაღაცა ის მენტალური ის ჯანმრთელობის პოდკასტები ხო ეხა ძალიან ის არის მან მეგონა ხოლმე თავი რომ პოზიტიურად იფიქრე და მე ვერ ვფიქრობ პოზიტიურად გესმით იმიტომ რომ ფულზეა საუბარი და რომელიც ცოტაზე საერთოდ არ არის და საქართველოში ეგეც არის რომ აი მოსამზადებელი პერიოდი არის ყველაზე მეტად დასახარჯი პერიოდი, ყველაფერზე უნდა იფიქრო, ამ შემთხვევაში უნდა გამორიცხო, ყველაფერი უნდა გაიგო, გვაქვს ძალიან ბევრი ეტაპები, ხო? აი მაგალითად ლოკაციის მოძებნა, მე ამ ლოკაციაზე 900 ჯერ წასვლა, რომ იქ რაც ესე ვიღებთ, ესე გავაკეთებთ, რომ გადასაღები მოედანზე არ იყოს არანაირ ცვლილება. მაგრამ ეხა პროდიუსერი ვარ და უნდა ავუხსნა ეს ყველაფერი რეჟისორს. რეჟისორი ეს მეუბნება მოიცარა ეხა, ხო არა ვართ აქ, ერთი დღე მაქვს და მოდი შევცვალოთ განათება. იქ ოპერატორი შენ აღარ გეკითხება. ეს საერთაშორისო მოედანზე არასოდეს არ ხდება, იმიტომ რომ იქ როცა ამბობს რომ პროდიუსერი ქარბშუაში არის, call-sheet-ი არის, ფურცელი არის, სადაც ყველაფერი წერია. აწერილია და დრო წერია. ვერ ასწრებ ამ დროში და მორჩა. ვეღარ მიუბრუნდები და აქ ჩვენთან მაინც მეგობრული flow მიმდი ქართული ხო და გაიხაროს რა. საყვარელია ძალიან მენატრება ხოლმე, მაგრამ ძალიან რთულია პროცესისთვის მათემატიკასთან არანაირი სიახლოვე არ გააჩნია და იმ გეგმასა რა გეგმაშიც უნდა ჩაეტიო. და ნუ მივდივართ გადასაღები მოედანზე და უცბად ვიღებთ რაღაც კადრს, კაი რეჟისორმა აწყო, ოპერატორმა საწყალფერ და კლიენტი უცბად როგორ კომენტარს ამბობს. იცი, აი კიდე შემოდის ის, რომ სუ თუ თხოვ მე პროდიუსერებს რომ უნდა იცოდე ლინზა, უნდა იცოდე რომელია შტატივი, რომელია კამერა, უნდა იცოდე რეჟისორები, სახელი და გვარებით კი არა, ვინ რას უფრო კარგად გააკეთებს, ტექნიკურ ვიდეოს გააკეთებს, ეს ემოციური იქნება, ეს არის
რაც ხელოვნების მენეჯმენტისა და ბიზნესის ნაზავი და ხელოვნების მენეჯერი ვერ გახდები თუ ვერ არჩევ არ ვიცი რემბრანდს და პიკასოს ერთი მეორეს გარ რა ძალიან მნიშვნელოვანს ხო ისე უნდა იყოს კლიენტებს უცბად პატარა კომენტარს და ერთი პატარა კომენტარი მაქვს და ამ დროს მივდივარ მე პროდიუსერი ხო აი ესე რომ ვიხედებთ აი ეს კადრს ესე ვაჩვენებთ ესე რომ ვიხედებით აი ასე რომ გავიხედოთ და რას ნიშნავს იცი ეს ყველაფერი ეს 1000 კაცი და მოვაბრუნო და ეგეთ და რომ ვეუბნები რომ ვერა უკვე აღარ მოსწონხარ რაში გადავიხადე ამდენი ფული აი ხო ხტები აქაც არის რომ აი ეგ ცოდნა და საერთოდაც აი რატო არის ეგ არ ვიცი რომ აი შენ მე რა უნდა მასწავლო ძალიან ცუდია რა ამ ქვეყანაში სულ არის ეგ რა და უნდა მასწავლო კი არა ყველამ ყველაფერი ხო იმიტომ რომ იციან უკვე რა და მაპატიე გაწყვეტინებ სააგენტო რომ მიდის პრეზენტაციით იდეის წარსადგენად რა ყოფილ ვარ შეხვედრაზე ბევრჯერ გაუთავებელ ტიანშანულ შეხვედრაზე და აი ნუ რაღაც დაიხარჯა სააგენტო ეს გააკეთა რაღაცა პრეზენტაცია ფანტასტიკურად გაკეთებული იქ რაღაცა ყველაფერი კარგად და დამთავრდა რა ის პრეზენტაციის პერიოდი და ანუ დამკვეთ სახე აქ როგორი იცი რომ ამას რა უნდა მეც ხო ვიზავ ანუ ეგ დამოკიდებულება არის ზუსტად აი ის ძალიან ცუდი რაღაც რაც მე აფუჭებს იმიტომ რომ აი მაგალითად რა ანუ შენ რო დადგავ რაღაცას ფექშოტს რო იღებ მოდის კლიენტი სეტზე და აი ამას კამერა წარმოიდგინე ესე რო ტრიალებს და აი ამას გიტრიალებს რომ აუ ეს ლოგო რო ჩანდეს რა ყველგან ხვდები ანუ მაგას გეუბნება რა და შენ ეუბნები რომ არ არის ეს სწორი რომ ესე გააკეთო მაგრამ იმას არ იმისთვის თავარი არის ეს პროდუქტი გესმის ანუ მაგიტო არის ხოლმე უთანხმოება მე ჩვენ შორის სეტზე რაღაცა არ მოსწონთ ჩვენი დამოკიდებულება იმიტომ რომ ვეუბნებით რომ არასწორია რა გასაგებია მაგრამ რაღაც ფანტასტიკურ ვიდეოს ვიღებ და არ არის საჭირო რომ აი ეს ბოთლი და აი ამ ბოთლზე მიდის ან რაღაცაზე სწორება 5 საათი და ხო კი მე ხა ესეთი კითხვა მქონდა გამზადებული გადატენილი ესე რომ თქვა ძალიან ხშირად შემთხვევია ხოლმე ერთია რომ მინდა ბიუჯეტზე დავსვა და სანამ ბიუჯეტზე დავსვა კითხვას ძალიან ხშირად არის ხოლმე აი რეჟისორებზე გამიგია რომ არჩევენ კონკრეტული სტილის მიხედვით რა და ნუ ეს ალბათ რეჟისორებსაც აქვთ გააზრებული ეგ აი რა ხდება აი ეგ რამდენად სწორია ეგ ფენომენი და ჩვენ რეალობაში როცა არც თუ ისე ბევრი რეჟისორია აი ესე რომ არჩიო რა ხო აი მაგალითად რომ ამბობ აი ღამეს ვინ იღებს კარგად და თქვა რომ 1-12 გაგახსენეს მაგაზე არა ეგრე ხო ანუ და აი ეგეთი რაღაცები და აი ამ შემთხვევაში რა არის სწორი სტრატეგია ან სწორია ესე დაყოფა და სწორი მოდელია ეგ თუ აი როგორია თუნდაც საერთაშორისო პრაქტიკა მაგ იცი რა არის დროის უქონლობა იწვევს იმას რომ პირდაპირ ვინც გახსენდება რომ ესეთი ვიდეო ვის გამოუვა ხო იმასთან მიდიხარ შენ რო კონდეს საკმარისი დრო შეიძლება სხვა რეჟისორს გადააღებინო უბრალოდ იმდენად დეტალურად გაიარო მთელი ეს პროცესი სცენარის დამუშავების რა როგორ უნდა იყოს და ასე შემდეგ. ჩვენ საკმაოდ ნიჭიერი რეჟისორები გვყავს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შეძლებს რა, ანუ ამ კარგად გადაღებას ყველაფრის. უბრალოდ ჩვენ თავში პრაქტიკიდან გამომდინარე. ხო, ანუ გამჯდარი გვაქვს ის, რომ აი ამას გადაიღებს უეჭველი დაუშვათ გოგიჩა რა. ამას გადაიღებს ბორჩხა აი უეჭველი კარგად და ანუ მაგეთ მიდიხარ, იმიტომ რომ გაქ 10 დღე ხვდები? კარგ შემთხვევაში, თორე არის ხოლმე რომ 5 დღე გაქვს რა გადაღებამდე და ანუ ვეღარ არ ჩვენ გაქვს იმის დრო რომ რაღაცებზე დაფიქრდე, გაანალიზო, გაიარო ჯუბთან ერთად რაღაცა დისკუსიაში შეხვიდე რომ აი ის ხედავთ როგორ ხედავთ და არც იმის დრო გაქვს რომ რეჟისორი დაისვა რაღაცა ბევრი საუბრის შემდეგ კარგ გადაწყვეტილებამდე მიხვიდე და მაგიტო არა რომ ერთი მიმართულებით მიდიხარ ზოგადად საერთაშორისო იმის დავამატებთ რომ ეთანხმები აკას აბსოლუტურად აი უცბად მოდიან და 2 დღეში მაგ გადასაღები რა და აი ვინ უფრო კარგად გადაიღებდა და მან თუ ხოლმე ყველაზე მეტად მიყვარს ეს რომ ცოტა შევატრიალოთ და ნახოთ რომ ვის ცალია იმიტომ რომ არ ყავს ბევრი რეჟისორი და ამიტომ მოცდილობაც არის რომ ვიღაცებს არ ცალიათ უბრალოდ და ამიტომ მან ჩდება ხოლმე რომ ეგ აბსოლუტურად სტარი დამოკიდებულებაა რომ ის იღებს ამას და ის ვერ იღებს ამას იმიტომ რომ რეჟისორი არ პროფესია რეჟისურა არ არის
როგორ არა ნებაც არის ეს შემოქმედებითი წვაც არის და ყველაფერი ამერ პროფესიაა ეს რა ჩვეულებრივ ისწავლება როგორც პროდიუსინგი და როგორც სხვა ჩვენ ახლა ღმერთის გაჩენილები არ ვართ და რაღაცები არ ჩაგვიდეს რა ვისწავლეთ ეს ყველაფერი და ნუ პირველი რაც ყველაზე დიდი პრობლემა არის სკოლის არარსებობა ხო სანამ ისწავლო რეჟისურა რა ვიცი თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი მე თვითონაც რეჟისორი ვარ პირველი განათლებით რა და მანდაც არ იყო ეგ. მანდაც გვეუბნებოდნენ, რომ ახლა თქვენ კინო უნდა გააკეთოთ და აქ თქვენ აზრი აინტერესებს ყველას და არ აინტერესებს ის როგორ უნდა გააკეთო. ეს აბსოლუტურად მცდარია. თან რეკლამაში აბსოლუტურად მცდარია. აქ კინოში კი ახლა თუ ტარკოვსკი ვარ, მაინც და მაინც კაი, ჩემი აზრი აინტერესებს ყველას რა, არა არ ვარ. და სხვა ქვეყნებში როგორ ხდება ეს, რომ დრო არსებობს თქვენ შენ გელაპარაკები ახლა სააკეთო ხარ შენ გააკეთე ბრიფი და გინდა რომ რეჟისორი არჩიო ოღონდ ამ შემთხვევაში ის რაც თამარა აკა გიორგეც ესე არ არჩევ რა არჩევ ტრიტმენტებით ტრიტმენტი არის ფაილი რომელსაც აკეთებს რეჟისორი რომელიც უნდა გადაუხადო ამაში ფული არ არის ეს რომ ტრიტმენტი გამიკეთე უფასოდ არ არის საქმეა ძალიან დიდი საქმეა რა ეს რეჟისორი ჯდება შენი ბრიფი მიდის ეს ბრიფში წერია რომ აი მე მინდა უფრო იყოს ვიზუალურად დიდარი ან ციფრული ან ესეთი იაზრებს და გიწერს სარეჟისორო ხედვას ის როგორ ხედავს ამა თუ იმ პროდუქტს როგორ მუსიკას გამოიყენებს როგორ კასტინგს შეარჩევს ვის ცალი არა აი მის იდეალურ სამყაროში რა მოხდება შენ ამაში იხდი ფულს რომ 4 მაგაგიკეთოს ხო 4-ს აკეთებინებ 5-ს აკეთებინებ სხვადასხვა ქვეყნებში აკეთებინებ რა როგორ ხდება მოდის მე შენთან ეს ტრიტმენტი ხო როგორ ხდება მოდი შენთან ტრიტმენტი და ნახავ რომ იმ რეჟისორმა როგორ დაინახა ეს ყველაფერი თორე რა ვიცი ახლა მაგალითზე ვამბობ ხო რომეო და ჯულიეტა გადაღებულია ბევრ რეჟისორს რომელიც არის სხვადასხვანაირი და ვერ ვიტყვით რა სასიყვარულოებზე მარტო ეს მუშაობს ანუ არა არის რა მე ესე ვხედავ რა როგორ დავინახე იმ მომენტში კონკრეტული პროდუქტი და ამას სჭირდება დრო და ამას სჭირდება ფული და ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში არ აკეთებენ ტრიტმენტს ჯერს რატომ უნდა გავაკეთო უფასო ტრიტმენტი ერთი კვირა მინიმუმ სჭირდება ამ ყველაფრის კეთებას ძალიან დიდი გააზრებაც სჭირდება გააზრება აკეთებს სხვა დრო ჭირდება ხო რა თქმა უნდა მოდი ესეთ კითხვას დავსვა ეხლა რომ ჩვენ ქართულ რეჟისორებს რო ეგ მოვთხოვთ კი ყველა გაგიკეთებს ფანტასტიკურად ხო და გაგიკეთებ თუ აი ხო არ ეგონება რომ მოიცა ანუ რას ქვია მე არა ძალიან მაგრა გაუხარდებათ არა ჩვენს რეჟისორებს ეს ძალიან გაუხარდებათ ის პირიქით ძალიან დასაფასებელი იქნება რომ რეჟისორს ეტყვი რომ ის კი არ გამიკეთო რაც იმას გაუკეთე ის გამიკეთე რაც შენ გინდა რომ გამიკეთო ეგ არის ყველაზე დიდი თავისუფლება თუ უნდათ რომ თავისუფლება მოგცენ აი ეგ მოგცენ აი ეგ მინიმალური თანხა ჩადონ თავიანთი რომ თვითონ დაინახავენ რომ ვაიმე ჩვენს ბრენდს ნახე როგორ ხედავენ სხვადასხვანაირად იმიტომ რომ იმან ესე დაინახა რაღაცა კონკრეტულ კომპანიას სჭირდება ეს ემოციური რაღაცა ვიდეო მაგრამ მე ამ შემთხვევაში მოდი აი ამას გამოვაცვლი და ამას შევმატებ და შეიძლება ამაზე სხვა რაღაცაც დააშენო ხო ანუ შენ თვითონ დაინახავ რა შეუულია რა არის რეჟისურის პროფესია? რეჟისურის პროფესია არ არის მაინც და კარგია და კიდევ ერთხელ ეს რეჟისორებს საყვარელი. კარგია მომწონს, მაგრამ კიდევ ერთი გავაკეთოთ. არის, მაგრამ ეს არ არის რეჟისურის პროფესია. რეჟისურის პროფესია არის რომ როგორ, ანუ ვუპასუხო კითხვაზე როგორ. და საერთოდ ჩვენ ყველას კითხვა არის როგორ და პასუხობთ ამას როგორ რა და თუ გვეტყვი რომ ასე, მაშინ გაგიკეთებთ ასე. და მე მგონი ეგ არ არის თავისუფლება რა. არა, ხო. ერთადერთი ანუ რაღაც ქართულ პროექტებზე რო გიმუშავე ადამიანს და რაღაცა სწორება გავაკეთე ჩვენ საერთო პროექტზე ვსაუბრობ, ხო ბრენდებს არ ვიტყვი. ერთადერთი შემთხვევა იყო, სადაც გითხრეს რომ guys do your best, იმიტომ რომ ჩვენ იმიტომ დაგიქირავეთ, ხო, რომ თქვენ უკედიცით როგორ გამოვა უფრო კარგი. ანუ ეს იყო მართლა აბსოლუტურად teamwork-ი, დამკვეთის, სააგენტოსი და production-ის თემის. ანუ ეგეთი იდეალური გადაღება, მომზადება პერიოდი, არ ვიცი, აი რომელიც ყველაზე სასიამოვნოა ყველას. ხო, ანუ დღემდე, ანუ ისე ვიხსენებ ამას, რომ აი
რაღაცა სულ მინდა რომ ვინმე დამკვეთი კიდევ ეგეთი იყოს რომ აი ესე მოგენდოს და გითხრას რომ კი. ხო ეს თქვენი საქმეა მე იმიტომ დაგიძახე რომ ეს არის შენი საქმე რა და ეგ პასუხისმგებლობა თან ორივე მხრის ახლა არ მინდა ისე გამოვიდეს რომ აი ჩვენ ვზივართ და ყველაფრის პასუხისმგებლობა სხვას ვაძლევთ რა ის ჩვენი პასუხისმგებლობაც არის და ზუსტად კიდევ ვიტყვი პროდიუსერს უნდა კონდეს იმდენი განათლება და იმდენი უნარი რომ კლიენტს ზუსტად ეს დაუმტკიცოს რომ ეს მომეცი და აი ამას მიიღებ იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში რეკავენ, ხვდებიან, ყველაფერს აკეთებენ და პირდაპირ გვეუბნებიან, რომ გვინდა ეს. და როცა აი თავიდან როგორც ვახსენე, რომ ნეტა მეთქვა, აი ეს არის ხოლმე სულ ჩემთვის ეს ნეტა მეთქვა, რომ აი სულ ამბობ, რომ მოდი ესე ხوار მივუდგეთ ამ კონკრეტულ საკითხს, ან ესე ხوار მივუდგეთ, ან ესე ხوار გავაკეთოთ, ან ესე ხوار გავაკეთოთ და ამ რაღაცებს ვერ იტყვი, თუ შენ არა გაქვს გამოცდილება და მიღებული განათლება ამ კონკრეტულ საქმიანობაში რა და ქართული გაგებით კიდე ეგ ჯერსი პროდიუსინგის სკოლა არ არსებობს, ხო? არსებობს მეც ჯიპაშიც ვასწავლედი პროდიუსინგს, მე რაც კურსებსაც ვაკეთებდი და სულ ვცდილობთ და ინდუსტრიასაც აქვს კურსები და რაღაც მოკლედ არის რომ ვცდილობთ რომ რაღაც მივცეთ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ხშირია რომ აი პროდიუსინგი მინდა, ბევრს აი ძალიან ბევრი მწერს რომ პროდიუსერობა მინდა და მოდიან და შენ ასეულებ ისედაც ბევრი ვარ. არა, მე მიმყავს გადასაღებად, იმიტომ რომ მე ეს უკან რო ვიდექი ეგ საქმე, იცი როგორ ვიპოვე? ჯობსჯიზე პირველ ერთადერთი პროდიუსერი ვარ, რომელიც ჯობსჯით დასაქმნა. დედას გეფიცებ, რომ ძალიან მოწყენილი ვიყავი პატარა სახლში და ჯობსჯი ავიკრიფე და იყო რომ ვეძებთო პროდიუსერის რაღაცის ასე ვაფშე არ ვცოდე არც ერთი სიტყვა. მაგრამ თეატრალში ვსწავლობდი და მეთქი მე მგონია ჩემოა და იქზე ვიპოვე ეგ საქმე. ამიტომ მიმყავს ყველა. მაგრამ არავის აღარ უნდა პროდიუსინგი. ყველას უნდა რეჟისორი რა. იმიტომ რომ ყველა ადამიანს აი შიგნიდან რომ აი მეც ვიტყვი ამ სიტყვას კლიენტსაც ეგ ღრნის რომ აი მეც მინდა ვთქვა ჩემი სიტყვა რომელიც აქ მაგ და მინდა ვიზუალური მხარე შევწინო რა და აი რაღაცა სულ ეს არის ძალიან გასათვალისწინებელია რა თქმა უნდა და ვითვალისწინებთ კიდეც რა კი აი უნდა ვითვალისწინოთ თან ერთმანეთს ვასწავლოთ ჩვენს ეს თუ მოისმენი ჩვენი მათსაც მოისმენთ და ესა რომ რაღაცა შენთვის ვფიქრობ მე ჩემთვის ანუ ეს უნდა იყოს ის კი არა რომ მე შენზე უკეთ ვიცი არა ყველას აზრის გათვალისწინება უნდა ხდეს ძალიან ცნობილი მიდგომა იყო ეხა აღარ არის საბედნიეროდ ასე აქტიურად მაგრამ ძალიან ცნობილი მიდგომა იყო აქეთ ამ მხრიდან იქეთ ამ მხარესთან ბიზნესთან რომ აი ჩვენიც ისეთი მაგრები ვართ რომ აი შეგვიძლია არა ბიზნესთანაც ვით ცოტა ესე მოვიდეთ და ჩვენ უფრო მაგრები ვართ ჩვენ მაგრები ვართ რა და ეს უკვე ნამეცადინებია რა და იმ რაღაც უნდა შევცვალოთ ეგ მგონია რომ ერთმანეთს უნდა ვასწავლოთ იმიტომ რომ მეც მინდა იმათგან ვისწავლო რომ საიდან მოდის ეს ბიუჯეტები საიდან მოდის ეს რომ ემოციური უნდა იყოს პროდუქტის ვიდეო. აი, ვერ ხვდები, გესმის? აი, რატომ, რაში გჭირდება ეს? კი, მესმის კომენტარები, გამოხმაურება ადამიანებისგან, ქართველებისგან ეს რაღაცა ქართველობას და ემოციურობას რო ეხება, ძალიან ისეთია, მაგრამ იქნებ შენს პროდუქტს ეს საერთოდ არ ადგება. ცი ბიუჯეტები ახსენე და ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი გვიყურებს არწმუნებულია რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სხვადასხვა კონკრეტული მიმართულებით და ალბათ ამ პოდკასტის მერე ისევ დასვავს ამ კითხვას რომ რა ღირს ეს ყველაფერი რაზეც ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ და აი რამე სტანდარტ ეხლა მესმის არსებობს რაღაცა იდეაზე ყველაფერი დამოკიდებული გადასაღები დღეებზე მაგრამ აი ძალიან ხშირად როდესაც ჩვენ პოდკასტ მიღმა გვისაუბრეთ გვიხსენებია რაღაც ერთნაირი რეინჯები ხო ანუ თითქოს კომპანიებმა ერთმანეთს უთხრეს რომ მოდი წელს დავხარჯოთ აი ამდენი პროდაქშენში ძალიან ცოტა ზარი იწყება ეს რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა განსაზღვრული მე ვიყავი მაგ შეხვედრაზე ხო არ ვიცი ყველა ვიყავით მაგ შეხვედრაზე კი ჩუმად ვიჯექი ხო ეს ხო და თქვენს რომ რაღაც 10 ლარი ღირს მოდი ვიდეოს გადაღება და ყველა მოვიდა ამ ბიუჯეტებით ანუ აი თქვენი პასუხი რა არის რომ რა ჯდება average production-ი
კარგი ხარისხი ხარით, რომ არ გვინდა ეს ინტერვიუ სტილის ვიდეოს, ხო, იცი რა არის, ანუ მართლა დამოკიდებულია სცენარზე, ბევრ დეტალზე და ასე შემდეგ, რამდენ დღიანია, ვინ ყავს რეჟისორი, მხატვარი, ვინ ყავს, რა რეკვიზიტი გჭირდება, სად უნდა გადაადგილდე, ანუ ესე ძართულია კონკრეტული თანხის თქმა, რომ აი ერთი დღე გადაღების ღირს რაღაცა 20 ლარი, ანუ ვერ იტყვი რა, გამორიცხულია. ყველაზე აი პროდიუსერმა რა უნდა ქნას, ხო? ანუ ყველაზე ბოლოს ცდილობ ხოლმე რომ სტაფის ჰონორარები და სტაფის ხარისხი დაზოგვას რა. ანუ ეგ არის ყველაზე ბოლო რა. ანუ აი მაგას არ ვეხები. შეიძლება რეკვიზიტებზე დავზოგო და წავიდე მე თვითონ ლილოში, ჩემი მანქანით და ხავტრები წავიყვანო და იქ ვიყიდო რაღაცები და წამოვიღო და ყოფილა ეგრე არაერთხელ და გვიქნია. მაგრამ ანუ რაღაცა არსებობს, რის ქვემოთაც უბრალოდ ფიზიკურად ვერ მიდიხარ რა. ეგ ნიშნავს, რომ ადამიანებს ხელფას ვეღარ გადაუხდით. ესე კონკრეტული ციფრის თქმა, მე გამიჭირდება და თამარას თუ აქ რამე ექსელ. ოღონდ ერთ რას ვიტყვი, იცი რომ მე ჩემი საყვარელი პასუხი მაქვს მაგაზე და თქვენს გიპასუხეთ. გეტყვი ხა. ანუ 2 წლის უკან მაგალითად, აი რაღაცა ერთდღიანი გადაღება და დღეს ერთდღიანი გადაღება იგივე სირთულის რადიკალურად განსხვავებული ციფრებია. და მე ვერ ხვდები რატო უკვირთ გაძვირება, იმიტომ რომ ქვეყანაში ყველაფერი გაძვირდა რა. ანუ ადამიანს ადრე თუ რაღაცა 1000 ლარი ეყოფოდა სადღაც რაღაცისთვის, დღეს აღარ ყოფნის ის 1000 ლარი რა. ჩვენი დეკლარაციის არ იყოს 40000-ზე როგორ ხო, ანუ სისულელეა ხო ეგ. ანუ ყველაფერი გაძვირდა ქვეყანაში. გეუბნები, შეიძლება განსხვავება იყოს აი 6 თვეში რა ბიუჯეტში, რომ აი 6 თვის უკან რაღაცა გადავიღე, სხვა ჰონორარები იყო, სხვა ხელფასები და სხვა მოცემულობა და სხვა რაღაცები ღირდა და დღეს აბსოლუტურად სხვა მოცემულობა მაქვს. მაქედან გამომდინარე არ არსებობს რა, აი რაღაც. რომ მირეკავ და მეკითხები, რომ აი აკა ესეთი სცენარია და რამდენი დაახლოებით, მე გეუბნები უბრალოდ გამოსtildeებით, რომ აი სადღაც ეგრე რა, всё, ეგ არის. რეინჯების დონეზე. ხო, რა თავისთავად. ანუ ჩემი საყვარელი პასუხი მართლა ვეუბნები რა ღირს, იმიტომ რომ არსებობს რა ეგეთი კლასიკურად დათვლილი რაღაცები და ჰოლივუდი უფრო ითვლის ხოლმე ეგრე, იმიტომ რომ არსებობს აი ყველა დეპარტამენტიდან რომ ყველა ყავდეს იმისათვის რომ გადაიღო კლასიკურად კარგი ვიდეო ერთი გადაღება დღე ჯდება $50,000 ზემოთ. და ეს ამის პასუხობ და მე აღარასოდეს აღარ რეკავენ. და მე ხედავ მაგ რეკლამას გადაღებულს. ხო, ლარი და 50. იმიტომ რომ თუ მეკითხები რა ღირს, ჩემ პროფესიული ის მარმაძლევს, იმიტომ რომ ვიცი რაც ღირს, მაგრამ ისი ჩემი ძლია შემოგთავაზო, როგორ გავაკეთოთ ეს სხვა პირობებში. და ეს თუ უკვე აღარ გაინტერესებს, მაშინ მოდი ეს არის იმართი, იმიტომ რომ რეალურად ახლა ხელოვნური ინტელექტსაც რომ მკითხონ, იგივეს უპასუხებენ, ამიტომ რაც თუ იგივე ფუნქციას ვატარებ, მეც ვიცი ეს პასუხი და შემიძლია ვუპასუხო, მაგრამ მე არის რომ აი სულ ამ დაზოგვის მიზნით მიდიხარ რაღაცა ეს ჩემს ბრიფსაც რო გვიზიარებენ და ვითვლით ხოლმე და მე რო ქრებიან ეგ ადამიანებიც მე შემდეგ იღებენ ისეთ ვიდეოს, რომელიც არაფერში არ არის იმ კონკრეტულ ბრიფთან და სცენართან და მაგ დროს არის ხოლმე ის რომ აი რაში ხარჯავ ფულს. ანუ რა არის? რაში ხარჯავ? რაში გადგება ეს? უბრალოდ იმაში, რომ აქტიური იყო სოციმედიაში, მაშინ ეგეც უნდა ვიცოდე როგორც პროდიუსერმა, იმიტომ რომ მეც აღარ დავხარჯავ ამდენ რესურსს და გავაკეთებ შემიძლია ესეთი გავაკეთო, ოღონდ იყოს ხარისხიანი, იმიტომ რომ რეალურად ახლა მე დააკავს აუბრობთ და მთელი ცხოვრება შემიძლია ვისაუბრო კინოს სიყვარულზე ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ შეუძლებელია არ გიყვარდეს ეს სფერო და მუშაობდი აქ, იმიტომ რომ არ გაქვს არც ამდენი ფინანსური დაფასება და არანაირი რა. პროექტი გააკეთე და ვაკეში ბინა იყიდა, ეგ დრო აღარ არის. მე ხო გითხარი ავწდი თქო მაგას. კი, ჩვენ აცდი. თუ დაპატიჟებთ, ვიც არაცდა. საინტერესოა, ესე იგი მოვიყვე
ვცდილობ ამ ინფორმაციას ვინ არის ადამიანი, ვინც production-ში მე ვიცი რა ქენი, საჯარო რეესტრიდან ნახე ვაკეში გადავიდა მაგის ვიცი. ქართული მარკეტინგის განვითარება რა, ანუ ერთი იყო რომ სიტყვაზე ახლა ძალიან შევეხეთ ბევრ თემას ხო, აი როგორია საერთაშორისო სტანდარტი, როგორი იყო აქამდე, როგორი არის დღეს და აი ეს ტრანზაქცია ძალიან მნიშვნელოვანი არის რა, ანუ ერთი რომ სიტყვაზე კი ბიუჯეტები იზრდება და მიუხედავად იმისა რომ ხელოვნური ინტელექტი ძალიან გააქტიურდა ვიდეო პროდაქშენის ნაწილში და ასე შემდეგ მიუხედავად ამისა კიდევ იზრდება პროდაქშენის ხარჯები აი სად მიდის და ზოგადად მოდი ქართულ ჭრილში შევხედოთ რა სად მიდის ეს ყველაფერი და თქვენი აზრი როგორია არ ვიცი ვითარდება ინდუსტრია სფერო ვიზრდები მე მგონია რომ კრიზისში ვართ რა პირიქით უკან მოვდივართ მე მგონია რომ გავჩერდით რა რაღაც იცი რა არის თან ფიქრობ რომ საკმარისად გონიერი ადამიანები ვართ ამ სფეროში იმისთვის რომ უკვე დავიწყოთ ამაზე ღიად საუბარი ანუ ყველა სფერომ რა ანუ სააგენტომ პროდაქშენმა ტექნიკურმა სტაფმაც კი ანუ რაღაცა მივედით განვითარდით მაგრამ აი ეს განვითარება სადღაც გავაჩერეთ რა და მგონია რომ აი ეს რაღაცა საერთო შეხვედრები უნდა მოეწყოს, სადაც გავივლით ყველა დეტალს, ყველა თემას. ანუ ჩვენ რაღაც რაც ვხედავთ და საუბრობთ, სულ ჩავაჭირეთ კლიენტის მხარეს რა, და ამ კვეთის მხარეს ვაჭერთ, მაგრამ ჩვენ მხარესაც არის შეცდომები, ჩვენ მხარესაც არის ბევრი უზუსტობა, გადაცდომები რაღაცების და არაპროფესიონალიზმიც. და ამიტომ ამისთვის საჭიროა რომ რაღაცა გონივრულად ვისაუბროთ ერთმანეთთან პრობლემებზე, იმის გადაჭრის გზა ვიპოვოთ და რაღაცა ხო ვეცადოთ რომ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეთ. ანუ ჩვენ რომ აი მაგალითად თამარასაც მეც და ბევრ პროდიუსერს ძალიან უნდა რომ საქართველოში წამოვიღოთ საერთაშორისო პროექტები. რამდენი პროექტით ჩამოვიტანე, ერთადერთი არის რომ აი სულ მეუბნებიან რომ თქვენთან სერვისი აი ცოტა, იცი რატო? იმიტომ რომ ქედმაღალი ტიპები ვართ რა ქართველები და მაინც ყველაზე ვიდან უყურებთ რა, როგორი კეთილგანწყობილებიც არ უნდა ვიყოთ, ანუ ვიღაცა, ხვდები? და აი ეს რაღაცები არის დასახვეწი რა, ბევრი რაღაც არის დასახვეწი. თუ გვინდა რომ ანუ არამხოლოდ არაბული და არამხოლოდ რაღაცა ებრაული პროექტები გქონდეს და რაღაცა გერმანია და ევროპა წამოვიყვანოთ ჩვენსკენ, ხო? რაღაცები აუცილებლად გასავლელია აი თამარას ვეუბნებოდი რომ ერთადერთი ვინც ნახას აკეთებს ბიბაა და იმანაც გადაწყვიტა რომ ახარ აკეთებს იმიტომ რომ არავინ არ ჭირდება რა ხო უსაყვარლესი ბიბა ხო და ანუ რაღაცები არის რა შესაძლებელი და მგონია რომ აი საჭიროა რომ უკვე ამ პრობლემებზე ავლაპარაკდეთ ერთმანეთთან რა ეს არნიშნავს რომ ვიჭყობოთ ან ვიკამათოთ მაგრამ ხო ჯანსაღი კამათი მოსულა ну მე დავამატებდი ერთ რამეს რა თქმა უნდა ვეთანხმები მაგრამ აი ხა რა მდგომარეობაშიც ვართ არის რომ აბსოლუტურად გაჩერებულია ქართული ჭრილზე თუ ვისაუბრებ ეს სერვისი მაინც ასე თუ ისე მუშაობს ასე თუ ისე შენ აიღებ შენს თავზე იმას რომ რაღაცა გააკეთო და გაიტან და ნუ მოკლედ და რთულია მაგრამ მუშაობს აი ქართულ ხარის რო შებეხო არის ის პრობლემა რომ ნუ პირველი უდიდესი პრობლემა რაც დაიწყო საიდანაც დაიწყო იყო რომ აი ყველაფერი გადავიდა ტელეფონზე ფორმატები სრულად შეგვეცვალა ამ ფორმატის ცვლილებამ გამოიწვია ის ზუსტად ის რომ ამას მეც ხო გადავიღებ დიორიც კი rilsებს დებს მერე მოდის ის რომ ანუ ამით არის ის რომ ხო ამით გეუბნებიან იმას რომ აი დოლჩე და გაბანას რაღაცას მაჩვენებენ და უყურებ და ვეუბნები რომ ანუ იგივე ახალ ხმა უბრალოდ მოჭრილია სანაირად გესმით აი ხო ესეთი ანუ და ამით არის რომ მოდი ტელეფონით გადავიღებ. შემოვიდა კიდე 1000 პროფესია დაემატა ამას, იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არის ვიდეო კრეატორები რა, კონტენტს ვინც აკეთებენ კონკრეტულად და ძალიან მოიცვა ამან და ეს გაჭედა კრიზისში. ხვდები? აქ ესე ეძახიან ხოლმე ხშირად მქონია ეს, რომ აი
პატარასაც აკეთებთ თუ მარტო დიდებს რა და მაგას ეძახიან რა მაგას რომ პატარას ეძახიან ამას რომ ტელეფონით მივდივარ და ვიღებ ან ჩემს თავს ან სხვას რომელიც არის აბსოლუტურად სხვა საქმიანობა და მეორე დიდებს არის უნდა იყოს ემოციური ვიდეო რომ ემიგრანტებზე იმუშავოს ისე ლაპარაკობ რა ხუმრობ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში რა და აი შუამ მოახდინა პარალიზება ამ ეტაპზე რა იმიტომ რომ არ არის აუცილებელი აკეთო ან ერთი უკიდურესობა ან მეორე უკიდურესობა ამ შუის პარალიზება რომელიც უცბად ღიად დარჩა კიდე თქვეს რომ მოდი არც ის გადავიხადოთ და არც ის და გადავიხადოთ რაღაცა X-თან ხარ რაზეც ყველა ლაპარაკობს ეხა ხო და ამაში არ ჩაჯდება არანაირ ვერსიაში იმიტომ რომ იმ შუასაც სჭირდება პროფესია რეჟისორი პროფესია კინომხატვარი პროფესია და იმ ერთ პატარა ვიდეოს სჭირდება ერთი ტელეფონი და ერთი გოგონა ან ბიჭი, რომელიც შემდეგ აუცილებლად ჩვენსთან წამოვა და იტყვის, რომ მოდი ახლა აქეთაც მინდა ვიმუშაო, იმიტომ რომ ეს არის გზა განვითარების რა და ეხლა ვართ ძალიან სტაგნაციაში, მაგრამ მიცი რა მე მგონია რომ ამ სტაგნაციის დროს თუ ერთად დავსხდებით და ვისაუბრებთ და არ ვისაუბრებთ მხოლოდ ისეთ პატარა დეტალებზე რაც არის მაგალითად ვიღაც ჩვენი საყვარელი ოპერატორი აკეთებს ნახას იმიტომ რომ ეს არავის არ აინტერესებს პროდიუსერების გარდა რა ვისაუბრებთ იმასში როგორ უნდა დაიხარჯოს მართლა კარგად და სწორად ფული და როგორ უნდა ამ ფულით სწორი კომუნიკაცია გაკეთდეს თუ ამაზე ვისაუბრებთ კონკრეტულად დაიბადება რაღაც აუცილებლად ახალი ფორმატი იმიტომ რომ მე მგონია რომ ეს დიდი პროდაქშენები რასაც ვეწახდით ცოტა ხანი ჩვენ ქვეყანაში კი არა ზოგადად დაპაუზებულია იმიტომ რომ ხელოვნურმა ინტელექტმა რა ძალიან ბევრმა რაღაცამ ჩაანაცვლა რა და კი აკეთებენ მაგრამ უფრო აი ტრენდიც აღარ არის რა აი ძალიან ცოტა ნახე ბოლო ხანებში აი ესეთი დიდი პროდაქშენები რაზეც ხო სავალდებულო რეკლამები იქნება ხო ხელოვნური ინტელექტითაც კი ანუ მინდა რომ ხალხმა გაიგოს არც ისე მარტივია ამ ყველაფერს გაკეთება და არც ისე ცოტა ჯდება ისეთი რომ გააკეთო როგორიც ვიღაცას მოეწონება რა ეხლა გააჩნია რას აკეთებ რაღაცა სამწამიან ვიდეოს თუ აკეთებ ვიღაცა ყავას როსვავს ეგ სხვა რამეა მაგრამ თუ გინდა რომ ვიდეო გააკეთო რასაც ჩვენ ვიღებთ ხოლმე საახალწლო ვიდეოთან არ ვიცი რა იმას საკმაოდ დიდი რესურსი და საკმაოდ დიდი ფული უნდა და ცოდნა უნდა იმ ხელოვნური ინტელექტის სწორად კი ბატონო სწორად გამოყენებას ხო ძალიან საინტერესო საუბარია და ისეთი სფერო და ისეთი მიმართულება ახლა დარწმუნებულია რომ 6 საათი რო კიდე ვისაუბროთ მოკლედ თემა არ გამოილევა მე მინდა რომ რაღაც ერთგვარი ესეთი მოგცეთ რაღაც აი თავისუფალი სიტყვისავით რო დავარქვათ რა ანუ სათქმელი რომელიც გაქვთ პროფესიულად ადამიანებთან შეიძლება ეს იყოს ბიზნესი შეიძლება იყოს თქვენივე არ ვიცი ოპერატორი იქნება რეჟისორი იქნება თუ რაღაც პარტნიორი თუ რაღაცა რომელიც თulit რომ უფრო ფართო მასებზე გათვლილი იქნება რომ ეს არის გამოსასწორებელი მაგალითად ეს გვტკივა და მოდი ხალხო რაღაცა არ ვიცი თქვენი გადმოსახედიდან როგორია იმიტომ რომ ხშირად მიმართავთ ხოლმე ჩვენი პოდკასტიდან სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ხო აი შეიძლება იყოს კოპირაიტერი რეჟისორი კრეატიული დირექტორი და ასე შემდეგ და რაღაცა ჩვენ გულის ტკივილებს ვაზიარებთ აი რას ისურვებდით რომ უკეთესი იყოს თუნდაც საქართველოში ჩვენს ინდუსტრიაში არ ვიცი ბევრավეს ვისურვებდი მაგრამ პირველ რიგში რასაც ვისურვებდი არის გაგვაჩნდეს ჯანსაღი კონკურენციის უნარი ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის იმიტომ რომ ძალიან რთულია როცა მეც ჩემ პროდაქშენზეც ვილაპარაკებ ამ შემთხვევაში მაგალითად ვაკეთებდე სულ მე ვიყო ვინც აკეთებს სულ მე ვიყო დასაქმებული და ხანდახან მივცე ახალ ადამიანებს და ახალ კონკურენტებს იმის უფლება რომ შემოვიდნენ თამაშებში იმიტომ რომ ეგ არის ზუსტად განვითარების გზა ეგ შენს განვითარებს რომ დაგანახებს რომ სხვამ როგორ დაინახა კონკრეტული პრობლემა, სხვამ როგორ ამოხსნა კონკრეტული პრობლემა და ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობთ ჩვენს თავზე და ანუ ჩვენს კონკურენტებს არ განვიხილავთ რეალურ კონკურენტებად და ეს ძალიან დიდი პრობლემა, ალბათ სააგენტოებშიც, პროდაქშენებშიც და თავად კლიენტის მხარესაც, იმიტომ რომ აი სუ არის რომ აი
რაღაცა ფერზე არის ხოლმე ეს პრობლემა და სულ ვამბობ, რომ ფერი აფშუაში არ არის, სხვა სტრატეგია შეგვიძლია ვისწავლოთ, რაცა სხვანაირად მივუდგეთ და ეს პროდაქშენებშიც მინდა გადმოვიდეს და სააგენტოებშიც, იმიტომ რომ განავითარებს აუცილებლად ეს მიდგომა და მე მთელი ცხოვრება როგორითაც ვარ ამ სფეროში და ინდუსტრიაში არის, რომ ვაკეთებ ამ ყველაფრის მართლა სიყვარულით, იმიტომ რომ მართლა ძალიან მიყვარს ეგ და თუ გიყვარს რაღაცის კეთება, თვითონ გიბიძგებს ეს სიყვარული იმისკენ, რომ განავითარო პირველი შენი თავი, მერე შენი კომპანია თუ ფრილანსერი ხარ თუ ვინც ხარ და აყვე იმ სიახლეებს და განვითარებას, რომელსაც მსოფლიო გთავაზობს და არ ჩაკეტო შენი ხედვები ძალიან ლოკალურად. ერთ კომპანიაში არ ჩაკეტო ლოკალურად შენს პროდაქშენში და იმ ადამიანებში ვისთანაც მუშაობთ. რაც უფრო მეტად გავხსნით ჩვენს არეალებს, მით უფრო მეც მივიღებთ. ეს არის ჩემი თხოვნა, ჩემ თავთან და სხვებთან. აკა შენსკენ და მესიჯს დავუტოვებდი. იცი რა არის, განვითარება რა თქმა უნდა ძალიან კარგია და უნდა განვითარდეთ. და მგონია რომ ხო ერთმანეთს რაღაცნაირად ხელი უნდა შევუწყოთ, ახალი თაობა უნდა მოვიდეს, ამ აზრზე ვარ ეხლაც, იმიტომ რომ არ შეიძლება სუათი და იგივე ხალხი ვიყოთ. უნდა მივცეთ შესაძლებლობა, მგონია რომ რაღაცა ეს კომუნიკაცია უნდა დაალაგდეს დამკვეთს სააგენტოს პროდაქშენ შორის და ყველა მივიდეთ იმ დასკვნამდე რომ ჩვენ როცა რაღაცა პროექტზე ვმუშაობთ, ერთ პროექტზე ვმუშაობთ და ერთი თიმი ვართ და იქ რაღაცა დატოლებები არ უნდა იყოს, რომ მე უფრო მაგარი ვარ და შენ უფრო მაგარი ხარ. პირიქით, ეს სამი ფლანგი აკეთებს საერთო საქმეს და ამ საერთო საქმეში უნდა იყოს ყველა ერთნაირად კარგი ემოციით ჩართული. მე ძალიან სტრესავს მაგალითად, თვითონ გადაღებაზეც კი რაღაცა, სულ ვცდილობ, რომ ისეთი გადაღება იყოს და ისეთი სამუშაო გარემო ჩემსა, რომ არავინ არ დაისტრესოს. არ ყვირი არასდროს, არ ვჩხუბობ. ოვერთაიმზე რომ გავდიო, რომ ვეუბნები, რომ კაი, მოითენთეთ, უკვე ოვერთაიმზე ვარ. ამას არაფერი აღარ ეშველება, ხო. და მეც რა არის, მადლობა მინდა უთხრა იმ ბავშვებს, ვინც მუშაობს ჩემთან, იმიტომ რომ ძალიან კარგები არიან, ძალიან მეიმედება, რა ვიცი, ქეთევანი, ნუცა ყველა. და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემი თიმის კომფორტი რა, როცა ყველა ბედნიერია, პროექტსაც ეტყობა ეს. აუცილებელია დამკვეთის, არასდროს არ ვიწყებ პროექტზე მუშაობას, თუ მაგალითად წინასწარ არ ჩარიცხავს დამკვეთი ან სააგენტო მოსამზადებლის და იმდენ თანხას, იმდენ პროცენტს, რომელიც მე შესაძლებლობას მომცემს, დემონტაჟის სიტყვის მერე ვინც აღარ მუშაობს პროექტზე, იმათ 5 დღეში ან 10 დღეში ფული გადავუხად. თუ დავუშვათ რაღაცა ისეთი პროექტია, რომელიც ძალიან მინდა რომ გავაკეთო, აქ შემთხვევაში ჩემი ფულით ვიხდი ან სააგენტოს თხოვ და სააგენტოს ვარიცხინებ და ასე შემდეგ რაღაცა შავ სამზარეულოზე ხო რა შეგვჭამეთ ხო მაგრამ წარმოვიდგინე ხო რა წარმოვიდგინე ადამიანები დემონტაჟის სიტყვის მერე ამთავრებენ თავის საქმეს რა მხატვრები ტექნიკური სტაფი ან ძალიან დიდი გუნდი და შენ ამ დროს ეუბნები რომ დამელოდე 3 თვე 6 თვე რაღაცა წელი სანამ ვიღაც და მაგიტო ამბობ რომ ეგ რაღაცები ყველაფერი დასალაგებელია ეს ადამიანები არ უნდა ელოდებოდნენ ამდენი ხანი თავის კუთვნილ ჰონორარებს რა რაღაცა არის კიდე დეტალები ახლა ყველაფერი არ მახსენდება მაგრამ ბევრ რაღაც არის დასალაგებელი იმედია რომ ნენელა მოკლედ დავაგდებით და რაღაცა იქნება გადავრჩებით ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო სტუმრობისთვის გულწრფელი საუბრისთვის გისურვებთ წარმატებებს ცალ-ცალკეთ და ერთადად მადლობა და დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს და იმედი მაქვს რომ შემდეგი ეპიზოდებიც მე მინდა რომ გავაგრძელო უშუალოდ პროფესიების მიმართულებითაც ეპიზოდების ჩაწერა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცა ამ გულის ტკივილების გაზიარება და საჯაროდ გამოტანა ამ თემებზე და ვისაუბროთ. სწორედ მაგისთვის არსებობს ეს პოდკასტი და იმედია, მოკლედ გამოიწერთ ჩვენს არხს და დაასაბსკრაიბებთ, მოკლედ. დროებით შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს.